სამშვიდობის ჩვენ ყველა მაყურებლებს და მსმენელებს. დღევანდელი პარაშის პარაშად ვაიერას ძირითადი თემები, რაზეც რომ არის პარაშა აგებული, აწყობილი, ეს არის აბრაამ აბინოს დამილაების შემდეგ უფალი გამჩენი ღმერთი, რომ აბრაამს ესტუმრება და ეცხადება. შემდეგ სამი ანგელოზები, რომლებიც რომ მაღლიდან ჩამოდიან და აბრაამს ესტუმრებიან. მერე მოდის შემდეგი გაოხრება სედომ ყამორასი და აბრამის ლოცვები სედომ ყამორის გაოხრებასთან დაკავშირებით, რომ არ გეოხრებინა გამჩენს ის ქალაქები. მერე შემდეგში როცა რომ ავიმელეხმა აიყვანა სარადიდა ჩვენი და პლებად ყავდა მას ერთი ღამე. შემდეგში მოდის მერე იცხაკის დაბადება. მერე მოდის ბოლოში პარაშის დასასრულში ხაგე და იცხაკის და სულ ბოლოში რივკას დაბადება, როგორ დაიბადა რივკა, სიდან მოდის რივკას შთამომავლობა. მორავი რაბოთაი, ამ სედერით რასაც შეგვაძლებინოს გამჩენმა, იმიტომ თემები ძალიან ბევრი არის დაგროვებული, აქ საათობით შემიძლია სიღრმით თითო თემაზე ვილაპარაკო, დარწმუნდით, ვერ ამოლებს ვერაფერი თითო თემას, რაც აქ პარაშაში გვაქვს. მიმიჯელებ რომ ჩქარ-ჩქარა გავიაროთ და ცოტა რაც შეიძლება ამ საათს ნახევარში მოვასწროთ მეტი რაც შეგვიძლია. ვაიერა ელავადონაი ბელონე მამრე ვეუიოშეფეტა ჰაოელ ქეხომაიომ დაგემეცხადა იმართ მისა უფალი შინა მიდამოებსა მამრესას და ის აბრამი იჯდა შემოსავალსა იმის კარვისას, რადგანაც რომ სიცხე იყო გაძლიერებული იმავე დღესაო. მოიმაღლა აბრამა თვალები მისი და დაინახა და აგერ სამი კაცები იყვნენ დამდგარი ზედა იმისა და დაინახა და გაირბინა მართებით მათსა იმის შემოსავლისა კარვისაგან და ეთაყვანა მათ მიწა ზედა და მოახსენა ენგრეთ ბატონო ჩემო თუნდაც ვიპოვნე მე ხუნჯულობა სიყვარულობა შინა თვალსა თქვენსა აწნუ გადივლი იმის ზემოთ ყმის შენისაგან შემოდით ჩვენ კარავში. რაბოთაი ვაიერა ელავ აშემ გასხოვდება ეს პარაშა იმ ყველა ენებისაგან, როგორც რომ დამაგვარი დაწერილი არის აქამდე სეფერ თორაში. პარაშათ ლეხ-ლეხაში ხედავთ იქ წერია ასეთი დამაგვარი, მაგრამ იქ თუ დაუკვირდებით წერავს თორა ვაიერა აშემ ელ აბრაამ გემეცხადა უფალი აბრაამს. აქ წერია გემეცხადა იმართ მისა უფალი. რატო შეიცვალა ეს ენა ტერმინოლოგია, რატო შეცვალა თორა? იქ წერია გემეცხადა აბრაამსა დაუკვირდით გემეცხადა უფალი აბრაამსა. აქ წერია გემეცხადა იმართ მისა უფალი. უნდა ყოფილიყო ერთი ლეველით, ერთი ხაზით და ასე კიდე დამაგვარი რამოდენ ადგილზე არის. ჯერ წერია გამჩენის სახელი, მერე ვის ელაპარაკება, ვის ეცხადება. აქ კი ჯერ წერია გამოცხადება და მერე წერია ვინ არის გამოცხადებული, უფალი რო ეცხადება აბრაამს. რაბენუ ბახიე იწყებს პარაშას და წერავს რომ ღმათ ვინც რომ დაუკვირდებითო ამ პარაშას სწავლობთო, აქ ნახავთ რომ გამჩენი ჩამობზანდა მაღლისგან თავის მერქაბითაო. ქავიაჰოლ ჩამობზანება უფლის ყოლვის ბატონის და აბრაამთან მოსვლის. ეს არ იყო მარტო გამჩენის ჩამოსვლა. აქ იხილავთ ღმათა წამკითხველები, ვინც რომ დაუგონიერდებით, შიგნით ცოტა პარაშას სიტყვებს ჩაუყმავდებით. გაიგებთ კარგად რომ შემთელებული მერქავა მაღლაური ქისე ქამოდი ქავიახოლ გამჩენის სუელანი ჩამოსული იყო დაბლა და ესტუმრენ აბრაამსაო. მაგრამ რაბენუ ბახიე არა ფირუშებს არ წერავს სად არის აქ თლიანი ქისე აქაბოდის მერქაბა
ჩამოსული სად არის გარემეზებული ამის სეკრეტ აღარ ამხელს ცნობილი არის ყველასთვის რომ ის სეთკანგელოზების რომლებიც რომ მათ ხელში არის კისია კაბოდი და კავიახოლ ემსახურებიან გამჩენს და მათ უწოდებთ ჩვენ მალახია შარეთ მალახიმ ამეშართიმ ანგელოზები რომლებიც რომ ემსახურებიან უფალს ეს ანგელოზები მათ შორის არის ბრძანდებიან ანგელოზი გაბრიელი მიხაელი რეფაელი ორიელი და კი ხედავთ სეფერტორაში რომ აბრამი თვალს ახერს და ხედავ სამი კაცია დამდგარი ზედაემისა გაბირუშა თალმუდმა მასხეთ ბაბა მეციხა დაინგრეთ არის მიდრაში და რაშის კომენტარში ვინ იყვნენ ესენი სამი ანგელოზები იყვნენ გაბრიელი ბრძანდებოდა მიხაელი და რეფაელი ჩამოგზანა გამჩენმა იმისათვის რომ ჯამთელობა ჩაუგდოს ტანში აბრამს მიხაელი იმისათვის რომ უმხარობლოს სარას ვაჟის დაბადება შვილი გეყოლებათ იცხაკი აბრამ და სარა გაბრიელი კი იმისათვის რომ გადააბრუნონ სედომი და ამორა მაგრამ ორიელი ანგელოზი აქარ ჩანს რომელიც არის მეოთხე და სად არის აქ შემთელებული მერკაბა მაგრამ ეს ვიცოდეთ ყველამ წასულ გადაცემაში მაქვს ნათქვამი იმავე პარაშაში პარაშათ ვაიერა შაშან როცა რომ გავაფირუშეთ აგიხსენით ახლა მე ამაზე აღარ დაბრუნდები მაგრამ სეკრეტი არის რომ სადაც გამჩენი ჩამობრძანდება სანამდეც რომ ის შეხინა სადგმურობს რაიმე ადგილზე სტერილიზაციას აკეთებს ორიელა მალახი და ეს არის მისი მიმართულება ამისთვისა დანიშნული სივრცე გასუფთავებული სტერილი უნდა იყოს იმისათვის რომ შეხინამ დაისადგმუროს თუ დაუკვირდებით სიტყვებს ვაიერა ჩასმული არის ოთიოთებში სახელი ორიელ და გრჩებათ იუდვავი არის გემატრია 16 რადგანაც რომ ყოლამოთები რომელიც არის აგებული ყოლამოთ აბიახ რა შეთებოთით აცილუთ ბერია იეცირა და ასია თითო ერთი არის შექმნილი 4-ით არსებობს აცილუთში აცილუთ შევა აცილუთ ბერია შევა აცილუთ იეცირა შევა აცილუთ ასია შევა აცილუთ მაშა სადამე გამომდინარე ჩვენ სიტყვებიდან არსებობს 4 ყოლამოთები რომლებიც რომ განაწილებული არის 16-ზე და ყველაფერ ამ ადგილებს ამ კედუშას ასუფთაებს ანგელოზი ორიელი ამისათვის ვაიერა ელავ ჩასმულია შიგნით ბუკვები ორიელ დამატებით იოდვავ გემატრია 16 შეზეხარბო შერაკადოშ ბარუხუ როგორც ერას მაგენ აბრამი პესახის დინებში ბესიმან თაფაინგიმელ მაშა სადამე ამიტომ დაიწყო პარაშამ ამ სიტყვებით ცვლილობით ყველა ადგილებისაგან სადაც რომ წერია გამოცხადება უფლის აბრამთან ყველგან თუ წერია ვაიერა აშემელ აბრამ გემეცხადა უფალი აბრამს აქ წერია გემეცხადა მას უფალი გამჩენს აქ ჩასმულია ამ სეფერტორის სიტყვებში რემეზით შიგნით არის აქ დამალული რომ სანამ გამჩენი გემეცხადა მანამდე სხვა გემეცხადა ეს იყო ორიელა მალახი რომელმაც რომ გასუფთავა სიცედა მაშინ ჩამობრძანდება მელეხ მარხია მელახიმა კადოშ ბარუხო ჩვენ სიტყვებიდან გამომდინარე გამჩენი ჩამოსვლისას ადგილი გასუფთავებული იყო და შემდეგში კი
ესტუმრება აბრაამს სამი ანგელოზი კიდევ, რომლებმაც რომ შეამთელენ მერქავა, თლიანი მერქავა, რომელიც არის ეს 4 ანგელოზები, გაბრიელ, მიხაელ, რეფაელ, ორიელ. ამას არის გულისხმობს რაბენუ ბახიე. აქ ვინც რომ შიგნით სიღმეში ჩაიხედებითო, ნახავთ გამგები, აიოთ იმ ცოდნები, შიგნით სიტყვებში ჩასაფლავებული წამკითხველები ვინც ახართო, ჩაწუდებით გაიგებთ რომ შემთელებული მერქავა დახვდა აბრაამ აბინუს ამ განჩენის გამოცხადებაზეო. როგორც ვამბობთ, აკადოშ ბარუხუ, მანამდე კი ორიელი, მერე განჩენის შემომცანება და შემდეგში კი სამი ანგელოზები დამატებით, გაბრიელ, მიხაელ, რეფაელი, რომლებიც რომ იხილა აბრაამმა. სადეცხადება განჩენი აბრაამს ბელონე მამრე დამილავდა აბრაამ აბინუ დაიმილავა აბრაამა მისი თავი კამათი არაბებში ვიცით რომ აბრაამიც დამილავდა აბრაამთან დამილავდნენ მისი ოჯახის ყველა წევრები 312 მამაკაცი მოინათლენ აბრაამის შადლის 319 მაგრამ კამათი არაბებში როდის იყო მათი ნათლობა არიან ამბობენ აბრაამი იყო პირველი მონათლული მერე მონათლა სხვები არიან ამბობენ ჯერ ისინი მონათლა აბრაამა და ბოლოში მოინათლა მისი თავი მახლოკეთ ეს გაშიფრული მაქვს ჩვენაწერებში ბეთორაში მიხტავ ღმათ ძალიან ღმათ და მახლოკეთ შელაემ აქ ესეც გავაფირუჟე ძალიან დიდი სიღმით იმიტომ რომ გემარაშიც კამათი არის კაცი თუ არ არის თვითონ მონათლული თუ მას მენათლება სხვები არის ამაზე სუგია მენახოჩი 53%-ზე და კიდე გიმარა კიდუშინი 29%-ზე იმოლი მოლახემ გიმარა დაადგინა ვინც რომ დამილაებულია და ამილაებს არ შემეგითხოთ ციპორადან მოშე რაბენუს ცოლიდან რომელმაც რომ მონათლა შვილი გზაზე ალახით ვისაც რომ ლო შაიახ ბემილა არ მოხდება დამილაება ხორცით როგორც ვიცით იქ კი შეუძლია იმიტომ დედის ვალი არის შვილი მონათლული იყოს იმინა მაგრამ თუ შენ მოელი მოყავს მონათლელი თვითონაც უნდა იყოს მონათლული არის აზრი რომ არ არის ვალდებულობა რომ კაცი მონათლული იყოს სხვები რომ მონათლოს ამაზე კამათი აბრაამი მონათლული იყო და მერე მონათლა სხვები თუ ჯერ სხვები მონათლა და ბოლოში მოინათლა მისი თავი უამახლოკეთ ეს უკვე ღმათ სუგიაში შედის და ამას ახლა არ ვაფიროშებ მაგრამ აბრაამი როცა ინათლება იმ ტერიტორიაზე არის სადაც ცხოვრობდა მამრე არ ქვესა სახელად ზერვა აბრაამის მეგობარი იყო რომლის ეზოებშიც მიდამოებშიც ველებზე ცხოვრობდა და სახლებული იყო აბრაამი ზოარაგადოში ბძანებს შაშან ესეც წოდა გავაფართოვე ხლამას არ ვაპირუშებ ხოლო მამყავს ხიდუში სიახლე და ამიტომ ზოარის სიტყვე მოვიტან ზანებს ზოარაგადოში აბრაამა საუბარი გაიარა მამრესთანავო სანამ დაამილებდა მის თავს მონათლავდა სანამდეც მონათლავდა დანარჩენებს აბრაამი ეუნება მამრეს გიმხელ გამჩერი მეცხადება და მეუნება აბრაამ ითალეხ ლეფანაი ვეჰეიეთ ამინ შვილო აბრაამ იარე ჩემ წინაშე და მინდა რომ იყოს სრული მინდა რომ გასტრო ნუახსაო ნუახი მაგარი იყო განსხვავებით ნუახიდან ნაბაროთ არის აბრაამის ამბავი აბრაამზე თორაში სანამდეც რომ გამჩენი უბძანებს აბრაამს ლეხლეხას აბრაამი ვინ იყო არც ვიცით არ გვიწერია თორაში
წერია მარტომ რომ ტერახს შეეძინა შვილები და მაგ შვილებში იყო ამ შვილებში ზანდება აბრაამი მაგრამ რა იყო აბრაამი ტიტული რა ქონდა სადიკი ჭიშმარიტი გამჩენი შვილი თუ როგორ ემსახურებოდა გამჩენს სეფერ თორაში არ წერია ნოახზე რო წერავს თორა ნოახზე ელე თოლედოთ ნოახ რა სიტყვებით იწყებს პარაშა ნოახის ცადიკ თამიმ სრულით ცადიკი სრული შემთელებული წანდებოდა გამჩენთან დაახასიათა ნოახი მერე დაიწყო ისტორია ნოახის აბრაამს ერთი დახასიათება არ წერია მხოლოდ აბრაამის ისტორია მოდის მაგრამ ნაბაროთ ნოახიდან ნოახზე შემდეგში თუ თავიდანვე დაიწერა სადიკი და სრული ბოლოსში გამჩენი რო ეცხადება ნოახს ეუნება შენ გიპოვნე სადიკი ამ თაობაში მარტო თამიმი აღარ წერია დაკარგა ღირსება ნაკლები შეიქმნა მეტი იყო თავიდან შემდეგ ცხოვრებაში დასუსტდა სულიერად აბრაამ ავინუ არაფერი ტიტული წერია თავიდან გამჩენი ეცხადება და ეუნება შენ თუ ივლი ჩემ წინაშე შენ ნოახს გაასწრებ შენ უკვე დაგწერამ შენზე და სამუდამოდ დაიბეჭდება სეფერ თორაში რომ აბრაამი ბრძანდება თამიმი სრულიადად გამჩენი შვილი თავიდან არ წერია აბრაამი რა იყო იმიტომ მართლა არაფერი არ იყო მაგრამ შემდეგში ითალეხ ლეფანაი ვეჰეიე თამიმ შესრულდა ეს სიტყვები და აბრაამი შეიქმნა თამიმი ვინაჯობა ვის აბრაამა ნოახ აბრაამი ეუნება მამრეს მეო ბევრი მტერი მყავსო ვაი თუ ომი გამამიცხადენ შენი ესო გარემო აიღენ შენი ოჯახი დამხენ შენ ტერიტორია შემეეჭრენ შენ დასაჭირავად ბევრი მტერი მყავს მინდა რომ შევსრულდე სრულიადად გამჩენს ვეკუთვნოდე მინდა რომ გავიკეთო ისეთი რითიც რომ დაიბადა გააჩინა ღმერთმა პირველი ადამი რითიც რომ დაიბადა ნოახი მინდა რომ ჩემი თავი გამჩენს ვაჩუკო მინდა რომ მოვინათლო შენას მირჩევ შენ ახარ ბაღალაბაითი ამ სიფცის ამ ტერიტორიის შენთან გმური ვარ ცხოვრობ ვალდებული ვარ გავიზიარო მამრე აბრაამს ეუნება სვალი სიტყვები გემონები დავუკვირდით ზოარში 4ჯერ იყო შენ მაგამ ჩემმა ღმერთმა ბატონო აბრაამ გადაგარჩინავო ცეცხლში როცა გისროლა მიმროდმაო ცეცხლიდან ცოცხალი გამოგიყვანავო რო ჩამოხვედი გზაზე ერეცისკენ რო იარებოდი შიმშილი რო დაგდა ქვეყანაში მაშინაც შენი გამჩენი შენ გვერდში ბრძანდებოდავო ასევე როცა რომ ჩახვედი მიცრაიმში გამჩენი ბრძანდებოდა შენ გვერდითაო შენი მტრები ყველა დაგიმარცხავო როცა ხელმწიფეებს ომი გამოუცხადე ამ ხელა ბებერთელა მებერსაო არ დაუვიწყე ვიღარ გამჩენსაო იქაც გამჩენი ამოგიდგა გვერდშიო ვათითელი მაგენიშყეხა დავიდი წერავს ამ სიტყვებს ფსალმუნებში მე-18-ზე მიდრაში ბრძანებს ეს სიტყვები აბრაამის სიტყვებია შენ იყავი ღმერთო შენი ფარვი რომ შველის და დახსნის მაჩუქე მეო შენ არ იყო რომ ამბობდი ამ სიტყვებსაო მამრე უნება აბრაამს აქიდან გამამდინარე შენ გამჩენს და უჯერებ ეხლაცაო წადი ჩქარა დაივილავე თავი გამჩენი ბრძანდება შენ გვერდშიო ეს არის მამრის სიტყვები ამ ართი ეს ბავშვობაში მაქ ნათქვამი ჩემით მერე წავაწყდი ამ პირუს ზუსტად სიტყვა სიტყვით სასწაული წავაწყდი გაუნხიდა საწერებში სეფერ პენედავიჩი მერე წავაწყდი გაუნქელია კარის სიტყვებში მამრე რო აიღო სიტყვა მემ რეშ ალეფ ოთხივე რაც წინადადება ამან აბრაამ უთხრა
ჩასმულია სიტყვაში. მემ მილხემეთ მელახიმ მემიარი ხელმძღვანელთან ომი. მეორე მიცრაიმი მემიარი. მერე მოდის რეში რაყაბ შიმშილი ალეფი ეშ ურქასდიმი ცეცხლიდან ურქასდიმიდან გამოგიყვანა გამჩენმა ურქასდიმიდან გიშველა შიმშილის დროს ამოგიდგა გვერდში მეფეები დაგიმარცხა ეგვიპტეში ფარყო მოგიკუთა წინეთ და ეხლა კითხულობო ჩემთან მოდიხარო გაიზიარო აზრიო მადლობა ღმერთსაო შენაირი კაცი ჩემ ზობრად რო ცხოვრო ჩემ გვერდშიო რადგანაც რომ მამრემ ასეთი სიტყვებით ელაპარაკა გამჩენი რო ეცხადება აბრამსავო სად ეცხადება უფალიო ეცხადება მიდამოებსა მამრისასავო ზეგი სადაც მამრე ცხოვრობდა იქ გამოჩნდა გამჩენიო ბელონება მრე და ის აბრამი იყო დამჯარი შინა შემოსავალსა კარვისას ქეხომაიომა სიტბო სიცხე იყო ხო სიცხე არის ულეცერეს ტემპერატურა შელამაზგან ქსათლისა დერშამა სიცხე ძალებს გებარა საათის მეოთხე დღე მეოთხე საათი დღის არის როცა აბრამი გარეთ არის დამჯარი დამილაებული სამი დღის შემდეგ მესამე დღე მილის და აბრამი ელოდება შეიძლება ვინმე სტუმარ თვალი მოუკრა ვინმე ოჯახში შემოვიყვანო ეუნება მის ყმას წადი მომიყვანე ვინმე გავიდა გამოვიდა ელიკეზერი ბრუნდება აბრამს ეუნება კაციშვილი არ არის გარეთო პასუხობს და ეუნება აბრამი ენემუნაბე აბადიმ არ მჯერა შენი და აბრამი თვითონ დამჯარი არის გარეთ კარვის შემოსავალთან პაპანაკება სიცხე და აბრამი კი სტუმრებს ელოდება და დაინახა და აგერ სამი კაცები იყვნენ დამდგარი ზედა ემისა უცბად სამი კაცი დაუდგა აბრამს თავზე ვაიარ დაინახა აბრამა ვაიარო ცვიკრათამ მიბეტახაოელ გამოირბინა აბრამა წინაშე მათსა იმის პირისა სახესა კარვისაგან შეხვდება მათ დაეუნება აბრამი ეთაყვანება მათ დაეუნება ვაიომარ ადონაი ბატონებო ჩემო სამივეს მიმართა და ელაპარაკება არიან ამბობენ ადონაი რო წერია აქანა შემხოლ ზელო კოდეშ ბატონებო ჩემო მიდო სეპერტორაში თუ ეს სიტყვაო წაიშალაო შეიძლება თიგურის გაკეთებაო აღვირდით კარგად ელარ არიან ამბობენ რომ ადონაი გამჩენელ ელაპარაკებაო ამიტომ კადოშ სახელია წმინდა სახელი და სეპერტორაში თუ დასარალებული არის ოთიოთები ალები ანონიოდი ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ წაშლარ შეიძლება მfkamina balacha יש על זה דיון בפוסקים בכל יעקב ועוד ספרים כאן תקוניה מציצית אז זה דמו לי השם ידוע זה אדונאי אסלישתס פתעונבות שמו אמת מרתבס אמת אלה ברגבת הוא גם שנסעו ברבדה גם שנלה ברגבה אהונה במת פתעונבות שמו אימונה מצדיכן בחנכן תוצבי פובנמה סיוארולובה חונג'ולובה שינתואלסה שנסה סמיאריאן אלה ברגבה תולה ברגוס מרולסובי סנית פתעונבות שמו უნდა უთხრა სამათ იმნა მაცადი ხენ ბეყენეხემ בעברית თქვენ თვალში თუ ვიპოვნებე თქვენ თვალებში ხუნჯულობა და სიყვარულობა და თუ ერთობისელი და ბარაკოს უნდა ეთქვა თავიდან
ბატონო ჩემო თუ ერთს ელაპარაკება სამთუ მიმართა მე რატო გადადის ერთობის ენაზე დაიმასწორეთ სამი ანგელოზია ჩამოსული ორი ანგელოზი მოდის აბრაამის ოჯახისკენ ერთი აბრაამ უმკურნალოს მეორე უმახარებლოს შვილი გეყოლება რეფაელი ჯანმრთელობისთვის რეფაელი მოაშენე რაფე ჩამოდის მიხაელი შვილი გეყოლება იცოდე მოლ წელიწად ყველა გამშენმა ბედნიერი კაი მახარებლობა ყველა ოჯახს ამენ აია სიგეთია ბედნიერება მეორე მესამე ანგელოზი ისინი ჩამოსული გაუხროსო გამორა ხოსია იმესამე ანგელოზი გაბრიელი ფეხია გადადგმული რო წავიდეს სხვაგან თომისარი მოსული სენო გამორისთვის რო დაინახა აბრაამა ორი მოდის ოაკითხე საღლისკენაო და ერთი მიდის სხვა ადგილისკენაო იმას ელაპარაკა ჯერ ადონაი ბატონებო ჩემო სამივე თავის გელაპარაკებითო და შენო რომ მიდიხარო ბოდიშიო ძალიან გთხოვო შენც მოდი მობზანდი შემოდი ჩემ კარავში შემოიარე ჩემთან და მე განაგზეთ ის თქვენი გზა ევანტე პიროშ ვარ მედუიაკი ვი ლეამიდა შორტორა კარგია მეორე პირუში ადონაი ბატონებო ჩემო მაგრამ ყველა ბატონები სამი კაცი ხართ აგერჯი ხართ აქანა ერთი არის მაინც ვინც არის უფროსი ხოსია გზაში რო იარება გზაში რაბი როცა იარება თალბიდები გვერდებში დაყოლეთ დაყვება ვინ არის უფროსი რაბი გემარებზან ვინც დგას შუაში ის არის უფროსი არ მინახე არასოდეს მეფე იარებოდეს და მეფე უკნიდან გამოყვებოდეს მის ხალხ ლოკაია ფერარი დავითის სიტყვები ურევენასემ ეშ როე ვეშ ნასი რანი გასხვება როე მწყებსი არის ბოლოში მდგომი ნასი პრეზიდენტი სულ წინ არის დამდგარი ესე იგი მელეხი წინ დგა უფროსი ვინც რომ არის საქმის უფროსი შუაში დგა ყოველთვის ბალაბაიტი შუაში დგა ამორჩეული კაცი ყოველთვის შუაში დგა შუათანას ელაპარაკება თქვენ გელაპარაკებთ სამივე თავისაო მაგრამაო შენო შუაში რო ხარ მიხაელ აბალახ ელაპარაკება რომელიც ყველაზე ძლიერი მათში მიღებული ანგელოზი მაღლაურებში ალნა თაყაბორ მეყალყავდე ხა არ გაიაროთ გვერდს ნუ უარს ნუ მეტყვით არ ნუ ამაშორეთ გვერდს შემოდი ჩემთან ჩემთან შემოყვალ თანაშენებით სულელანი შემოვიდა ჩემთან ესე ვის ელაპარაკება ამ გაგებით ამ პირუშით ელაპარაკება მიხაელ აბალახ პირველ პირუშით ვით გაბრიელი ელაპარაკება მეორე პირუშით სამში ვინც არის უფროსი იმას ელაპარაკება სამი პირუშია გემარაბძანებს ვაიომარ დაინგრე დაიძახა უფალო გამჩენო ღმერთო ჩამოსული ბრძანდები მაღლიდანაო ინახულეთ ჩემი პირი მაგრამაო სტუმრები ვნახე მოდიან გზაზე და იმათ მიდა მივხედო ისწავლა გემარა ვიდან სწავლობ შეგედოლა ახნასად ორხინ იოთერ მეაკბალა ფერეშეხინა მეტი მაგარი არისო სტუმრის მიღებაო ვიდრე გამჩენის პირის მიღება მაგარი სიტყვებია ესე მაგრამ გემარამ დაადგინა გედოლა ახნასად ორხინ და გამჩენი გავალებს ამას გამჩენი გეუნება იყავი სტუმართა მოყვარე იყავი მოყვასთა მოყვარე ყველასთან იყავი ადამიანურად განწყობილი მიმხები ყველასი ხედავ ადამიანს სტუმარი კაცია პატრონი არ აყავს გაუღე კარი ჭიშკარი შემოიყვანე შენ ოჯახში შენ თუ გაუღებ დელეთ დამადრიანდები იცოდე ეშია დადებითი ენი არის უარყოფითი ეშ დადებითი ენ უარყოფითი რო ჩადგა შუაში ეში დალეთი დელეთი კარები რო გააღო დელეთი არის კარები რა გამოდის თქვი შადაი
თუ ჩადგამ დალეცაო დელეცაო გააღებო გამჩენი ბრძანებს შადაი შემოგიღებს ოჯახშიო და რაც არ უნდა უარყოფითი იყო ენ უარყოფითი რო იყო შენ თუ სტუმარ თამოყარე ხარ და ჭიშკარ გაუღებ კარებს გამჩენი ბრძანებს მიიღეს სტუმარი კაც შემოიყვან სახლში გამიმართა ვიფხინათ ენ და პოტეახ დელეთ შენი ალეფი იოდი და ნონი დაუმატე დალედი გამოდის ადონაი იქანა გამჩენი ბრძანდება შენთან მიდომარი ორეახი არის ორ ჰადაში ეს მაგ საკითხური სეფერ ხაიმში არის სეფერი რომელსაც ქვია სეფერ ხაიმ ასე ქვია სახელად რაბ ხაიმ ვალოჟინერის ძმამ დაწერა რომ ხერა კაცი ბრძანდებოდა გავმივირა სხავიდი მაგ საკითხური რაღაცა ბავშვობაში მაგ საკითხური დიდი ხალია პასობს ადამიანო სტუმრის მიღებაო შეხირის პირის წინაგებებას ჯობსო გამჩენი გავარებს თორაში ჩემს სიყვარული შვილო გვერდზე დადები ჯერ შეიყვარე შენი მეგობარი ამჯერ ვაკრა თქვა კიბურის ალახოდებს შეგანა ვაკრა ჩვენეთში ნუ დადგები დაიწყეთ გამჩენთან 1000 აშამნუ ბაგადო ჯერ შენ მეგობარ მოთხოვე ბოდიში მეხილა ბოდიში მოიხადე მაქანა დაბლაურებში მოიხადე სდოყამორას სოდობრალში რაფერი წერია სდოყამორას დაუგირდით როცა ამ ფარაშაშია ხო ვქვი რომ ფარაშა ამაზე ლაბარაკო სდოყამორაზე და გაგადოშ ბარუხ ბზანებს თორაში ვაიომერა დონაინ ზააკაც სედომ ვაყამორაკი რაბა ვეხატა თამკი ხავედა მეოდ კივილი რომელიც რომ ამოდის კივილი აუგირდი კივილით ამას კი ზეყაკა არის ყივრითულად ზეყაკა კივილი მაგრამ ზეყაკა როცა კივილით მოდის კივილი დაკივლული ნატკივარი სედომ და ყამორის გამრავლდაო და სოდობრალი მათი დამძიმდა ბეტათაო თორე გაორმაგებული ენები საგაგად სედომ ამორაკი რაბა ვიხატათამ კი ხავედა მეოდ ორარი სოდობრალი ტრიალობდა იქანა ერთი სოდობრალი გამჩენთან ამას თქვა ვიხატათამ რაც შემომწოდენ მეო ხავედა მეოდ დამძიმდა მეტათაო მაგრამ სანამ ჩემამდე მოვალო მანამდე ზაყაკაც სედომ ვაამორაკი რაბა შიგნით ერთმანეთში წაგლეჯვა წართმევა გალანცვა მოკლა შეხება ფიზიკურად თანით მორალურად დაგლახაება და მცირება აგდება წართმევა ხალხის სიკვდილი მოკლა დასაჯვა წება უკანონობა რაც ერთმანეთში არის ჯერ ეს მოვიდა ვნახეო ესე იგი ბენემ მათ შორის ერთმანეთში ადამიან და ადამიანთა შორისო ესეო ძალიან მოდისო ჩემ ყორამდეო და მერე მოდის ჩემთანაო მათი ცოდო რაც რომ გააკეთებ ჩემთან ჩაიდინეს ჩემთან პირადადაო მერე მოდის ჩემთანაო ჯერ ამოვიდა გამჩენდა პირველად თვით ადამიან და ადამიანის შორის გამჩენი რო ამბობს ჩავიდეთ და გავასამართლოთ აუგირდ სიტყვები ერედანა ვერე აკეცაყაკათან ჩავიდეთ და ვნახომე კივილი მისიო ჩემთან სოდვაზე არაფერ მოხდი ჯერე ფსაშელსაო მაგ მიპატიებია დაუშვათო მაგრამ წაკათა შიგნითური კივილი ძალვა ძალის დატანება დატანჯვა მოკლა დამონაება შეხება ფიზიკურად ეს სიკვდილიანობა ამას არ ვაპატიებო სიგრაყოფილა მეტი თქვით რა გინდა შორა წავედი თუ პარაშა დამიდიზია ყველაფერი შევა გამჩენდა ადამიან შეცოდო რაღაცათი და დადგე ილოცო მონანეება გააკეთო თეშუბა კარგი წესია როგორც რაც რამბამი თავის დილით ალაგით რა თქმა უნდა ხელი ჩარტყმებით კი არა ასე ფიზკულტურებით კი არა არ გეცნობთ მარხვებით კი არა რომელიც მარხულობდა თელმა მსოფლიობის რომ მარხულო ანუ მარხვა კაბინეტ არ ღირს სეფერხაზი მიწერავს
კაცი მარყულობდეს და ყოლა მაიცოდეს და ამაზე კიდე ხაბოდგებულოს და პაგონები იდება ებიჯო ამ ხერა მადლიანი ყოფილაო კირიგით ესეც შედის უკვე გამჩენთან სოდობრალის ანგარიშებში პირი გამჩენს სამსახურით ხაბოდგებულობსო და ცედაგას საგედე და ყოლა მაგაიგო შენი გაკეთებული მადლი არა დამალული ცედაკა თუ სიამუნო ვინ ცედაკით გაცემით შენ პირადად სიამუნობა გაქვს მაგიდან ნაკლები მადლია იცოდე შენ მადლს საკეთე მადლად ეგეწეროს შუმად არავის საჭირო ამის გაფორმება ვეაიაკებები აფლე მაყლა პასუხი არის რომელი არისო რისხვას რომ კუტავს გამჩენის რისხვას კუტავს რა არის რომელია ესეოდა ქემევი მევი რა არის მევი რომელიც რომ შუმად გააკეთებსო დამალულად დაფარულად მათან ბასეთერ იხფე аф რა შედებოდ მევი მათან ბასეთერ იხფე аф შუმად გაცემული მოკვდავს რიცხვას სიტყვა მევი როცა გაიტან ქესებ მაყოთ მაგრამ შუმად დამალულად კაცმა რო არ იცის რო ვერ იგებს რო არ შერცხვება მიმღები და ძალიან პაგონებ რო არ ადებენ გამცემ ამითი რო არ სარგებლობ ეს შუმი გაკეთებული მადლი პირდაპირ გამჩენთან არის ჩაწერილი აი ეს არის მადლები ჯერ იყავი ადამიანთან ადამიანი ამას სწავლობთ ახლა აქ ჩვენ და მერე მოდი და გამჩენთან ჯერ ადამიანთა სიყვარული შენ მოყვასესთან შენ ამხანაკთან და მერე შეყვარება გამჩენთან ვაიკრაში სეფერტორის მესამე ხუმაში მესამე წილში ჯერ წერია შეიყვარე მოყვასთა შენი როგორც გიყვარს საკუთარი თავი შენი ეს არის ოქროს სიტყვები დაწერილი ჩვენ თორაში ეს არის ბრძანება გამჩენის შეიყვარე ადამიანი მერე მოდის მეხუთე ხუმაში მეხუთეში ბოლოში სეფერტორის ბოლოში ვეაფთა ეთადონაი რო ეხა შეიყვარე გამჩენი ღმერთი შენი ჯერ ადამიანთან გასწორდი ხავი კარგი ვაიომარ ადონაი უფალო გამჩენო ღმერთო შენთან მაქვს ნასწავლი რას ნიშნავს სტუმრობა და სტუმრის მიღებაო ძალიან გთხოვ თუ მწვიპოვნე სიყვარულობა შენ თვალშიდაო ნუ მიმატოებ ნუ წახვალ სტუმრებს მივხედავ საქმეს დავაწყობ ამათ უპატრონებ მერე შემდეგში გავაგზელოთ მე და შენ დისკუსია მოლაპარაკებაო ვინ გაიგებს ამას ცე ვისელაპარაკება მესამე გაგებით კომენტარით პირდაპირ გამჩენე ლაპარაკება ამ გაგებით ადონაი რო წერია აქ რა გამჩენზე ლაპარაკი ალლა თაღაბორ მეყალავდე ხა ძალიან გთხოვ დარჩიო მიმართა ამ ხალხსა რომლებიც რომ არაბები გავდნენ არაბები ხალხი დახურეთ ყველაფრით იუკახნა მეყადმაიმ თხოვთ რომ ისარგებლოთ და აიღოთ ოდნაწალი დაიბანეთ იგი ფეხები თქვენიო ჩემო ჯანში რომ შემოვა ადამიანიო აქ მარტო გამჩენის სამსახური არისო თქვენმა ფეხებმა სადიარა რა ადგილზე იდგა რომელ სამსახურე მსახურა გამჩენის გარეშე მე არ ვიციო ვერახაცუ რაგლეხემ ვეიშაღანუ და ხათაღեց მობძანდით და ჩამოჯექით ქვეშეთ ჭდილსა იმის ხისასა მიდრაში ბზანებს აბრაამ ავინუს ჰქონდა დარგული ხე რომელიც რომ ადამიანებს გამოციდა მხითაო და აჯენდაო თუ გადაიპურჭკნებოდა უცბად ხიდან გამოვიდოდა მისი ფოთლებიო შტოები დაიბავდა დაჩდილავდა იმ ადამიანებს ყოფილან განყედის შვილებიო და თუ არა მაგალითად თუ ნაბაროთ ხის ყველა ფოთლები მაგვისკენ წაიმართებოდა და გაიმართებოდნენ შტილის ღირსი არ ყოფილან აი ეს ხალხი იყო რაშაკი უბედური ბოროტი ხალხი სიო აბრამის ნიშანი ვეიშაღანუ თახათაღեց ნახეთ რაშის პირუში ვეიშაღანუ თახეთაღեց ერთ სიტყვას ერავს რაში რას ერავს
Tachata ilan. Ragasavla rashi. Ragasavla rashi. Azelia git korashi. Veishaganu tachata gets queshet khessa. Chamojekit. Tseravs rashi ra ari xe? Xe. Ela burchunuli xe. Kolot. Xe. Sheizlevodes SS xe ari, azet sekalo darasho. Standard. Ege, xistan tsarmi ari, xidan agebulia, kasalishinebulия. Khoisi, ostandeba gaageten, gaჭრენ, მოჭრენ, თავის ზომებით, გამოიტანეს, რაც გამოიტანეს ჭურჭელი. ესეც ხე არის. ნაწარმია ხის. მაგრამ ხე ომერ რაში რო წერია განა ჩამოჯეგიდო ხის ქვეშო ეს ანიშნავს ნატეხი ხის ნატეხი იყო დარგა აბრამა და გადაიფურჩქნა ხეთაო დახატაილან კი ხე არის მაგრამაო ეს გადაიქცევა ვებერთელა დიდი განშტოებით კაი დოლათიან ბედნიერ ხეთ თუ ხართ ბედნიერი ხალხიო ესე მიდრაშში რაც რაბება დაწერა რაში კომენტარში ერთ სიტყვაში ჩასვა ფერი მიდრაში ყველაფერი ემილა ახაჭერაში აბა ესე რატო იცი რატო ამ დარაში ბევრი ისმენს და ბარუხ ჰაშემ ახალგაზრდებიც კაია რომ იცოდე რაში თითო სიტყვა ამა თეუნება მეორე ფირუსით მე არ ვიცი ვინ ახარ თქვენეო აბრამ არის არაბები მაგრამ მეორე მხრივ იმ დროს მოვიდა ედაროცვილი არაბები როცა გამჩენი გამოჩნდა აბრამთან ვაი თუ არ არიან არაბები ვაი თუ არიან ანგელოზები აბრამ ფიქრობს აღვილი ლოიოდია ერთხრი აფერა გემარაში სტუმარო შემოვაშენ და სახშიო კამდეო ხაშდეო ძალიან უგადაყვები ეგე არის ზოგიერთი ებიჭო სტუმრთა მოყვარე კარგია ყველაფერი კაბოდი მიეცი პატივი მიეცი მაგრამ მეორე თვალი გექნეს მაინც შენ არის ვინ არის ხიზლად იყავი ეგე აბრამიც დიდ პატივცემს ამათ კაი ხარ ბიჭებო შემოდი დავალებამა გამჩენიდან სტუმართა მოყვარეობა მაგრამ შეიძლება მართლა არაბები არიან დაიბანეთ ფეხი უშემოხვათ ამ ტვერით ყაბოდაზარიან ფეხებით შემოდაში ძალიან ხოთ მეორე მხრივ თუ ხართ ანგელოზებიო რემეზაზებს რემეზ ნამიოგებით რა იუგახმა მეხათ მაი თქვენო ცოტა წალი გიყოფათო თქვენ თუ ხართო მე რაცაც ფიქრობ რომ ხართო თქვენ თუ ანგელოზები ბრძანდებითო დრო დადგებაო ანგელოზებიდანაო ჩემი შვილთა შვილიო მოშე სეპერტორა ჩაიბარებსო მაშინ დადგებითო ანგელოზები მაგრამ და გამჩენებითო აშერ თენაოდიხა ყალა შამაი მიფი ყოლელი მიონკი მისადაყოს აბა თორა დარტევე მაგლაო რატო აზრ დაბლაურებსაო ატყდებით და მოინდომებ შანტაჟ აგვიდეხამ თორა თორა დადევოთ მაგლაო არის სურვებთ იმ თორის ხელიდან გაშვებას გაგდებასაო რო ჩაიბარონ დაბლაურებნაო ეს მოხდებაო მაგრამ მეკთხოვთო იუკ ახნა მეყატმაინ ცოტა წყალიც გეყოფათ რო დალიო თქვენეო თქვენო საკმარისად იცითო თორა გაგვენა სავლიო ღბათ კარგად გესმისეო და თორის ცოტაც რომ მიიღო თქვენეო თქვენი საკმარისი არისო და თუ იმას სიტყვითო ჩვენი რაო ვერახაც სურაგლეხე დაიბანეთო თქვენი ფეხსას ფეხებიო კარგადო გაისურთავეთო კედუშით ხარდო ვერაგლებრეგიდი შარა კედუშით ხარდ გამჩენთანაო და ვეიშაღანო თახატაყეს იმნაირ ხის ქვეშ ხარდ მაღლაო თქვენ ახართ მალახი აშარეთები მარტყო და სუნამო ვინ ახართ თქვენეო და თქვენ მალახი აშარეთი ხარ რასაც მეკრობო ვეიშაღანო თახატაყეს ხეც ხაიმი ლამა ხაზიკიმბა ხის ქვეშ ხარდ გამჩენი ჭდილის ხეშ ხარდ და შეგიძლიათ იყოთ კარგად ბედნიერად და თორა დაუტევეთ შემშვილებსაო ძალიან გთხოვთო შახი ზერა შახი სიტყვენი რა პირუშია რა იყო სიტყვა ეც ხაიმი და ცადიგა 60 გამოდის ანგარიში მართლა რა იყო გამჩენს სახელი იუდკე ვაბგე მაგით 60 გამოდის რაფერ იუდ კაფულე იუდ ჯერ 5 ეი არის 5 ხო იუდი არის 10 10 ჯერ 5 50 5 ჯერ 10-იც 50 რამდენი გამოგვივიდა უკვე 100 უკრავია ხელში ბავი არის 6 ეი არის 5 6 ჯერ 5 30 5 ჯერ 6 30 160 ეც რემეს აზრებს ვეიშაღანუ თახათ აკეთს ეც ხაინი ბზანდება მელეხმალხი ამელახიმ აკადო შვარუხუდა მის ქვეშ და მის ქისი აკაბოდის ტახტის ქვეშ კი ბედნიერად ხართ იცოდეთო ვეგახან პატლეხემ
დავიღებ მე ნატეხ საპურის ასაო და დაგიდებთო დაიმსუყეთ გულები თქვენი და შეშამეთო ახართა აბრუმ მერე გადიარეთ სადაც გინდა ჩაიარეთო კი ალქენ ყავართე რადგანაც რომ მე კარგად ვიცი რომ ამისათვის ხარ თქვენ ჩამოვლილები თანაყმასა თქვენ სასაო რაც ყოლამი გაჩნდა გამჩენი ამ წუდებს ელოდებოდა ანგელოზები აბრაამთან ჩამოსულიყო მე მგონი რომ თქვენ ანგელოზები ხარტო და თუ ასე ადამიანი ცდებიო მაშინ თქვენ მისიას ასრულებთ როცა რომ ჩემთან მოსულხართო ვაიომერუეუნებიან თქვენ თაყასე ქაშენ დიბართა ენგრეთაც უნდა გააკეთო შენ როგორც რომ ეხლა ლაპარაკობ ჩვენთანაო შემდეგშიც გააკეთებ ასეო ჩვენ ვართ მოსული სამახარებლოდ იცოდეო ზრობა მიცემ როგორც ამ პურმა რილაკეთებ ეხლაო შვილი როცა გეყოლებაო მაშინაც გააკეთებ ასე პურმარისაო ბადლეხემ ვესაყადული ბეყენ სეყუდად მიცვა იდრაშაბა სიტყვებია უწინას წარმეტყოლენ მიცენ უკვე რემეზი რომ შემდეგშიც იცოდე სამახარებლო ამბავი დატრიალდება შენ ოჯახში და ენგრეთი პურმარილები აწინ უნდა გაახშიროს გამჩემა შენთანაო ცომისვინა აბრამა აი მე აბრამა ველა დაუჩქარა კარავში სარასეულება ჩქარა მარი დაჩქარე სამისია ქვილი ამორჩეული ქვილი პური ოზილე ჩქარა გააკეთენ ამ ცხოვრები და პური გამოაცხე ვინც იცის გემარა თალმუდი ვინც ისწავლა იცის შალოშ სეიმ ეს არის მიდატეფა ნახონ გემარა ვინც ისწავლა ბარუხაშე ეს კალავგუდუ ყველა ვიცის რატო უთხრა აბრაამას სამისია გამზად თქვა პირდაპირ კაცარად ეფათ ლეხემ ეფა ჯო თუ მე შენ გავალებ კილოგრამი რო აიღო პური კილოგრამი რატო უნდა გითხრა შემიძლია 3-ჯერ 333 გრამი აიღე და გამიკეთე პური 3-ჯერ შედალო ცვილო თუ მაინც კილოგრამი გინდა რომ გავაკეთო და ერთგივე გამოდის ანგარიში ბოლო ჯამში მოკლედ კი კილო ეხად 1 კილო შედგება 1 ეფა რომელიც იყოს ზომად ველებური შედგება 3 სეა ამათი დაკეთებები და ხო თქვი ეფა არა თითოეულ პატი ვივცეთ ცალკეო თითო ერთსაო ცალკე გამოუცხოთო აუგვი აბრამის სტუმართაპა მიღება ყურადღება ერთჯამში გამოცხობილი სხვა არის შენთვის ცალკე აპა აუგვი რადონია რას უკეთებს ამათ ეუნება შვილეუნება იშმაღეთ შვილო წამოდი ჩქარაო შენეო მე ახლა გავიბენო და სასტრაფო და ხბოები მჭირდება ხბოებიო დავჭიროთ და თითო ერთსა ენა მივართოთ ენა ხბო გავკლათო ხბო და თითო ამდენი ახლა ხბოში ხო აიღე შენ ხბო კაი ბედნიერი ხო რამდენი გამოვა 2 კილო 3 კილო ნახევარი გამოდის ბემეთ გაზომილი მაქვს ვიცი დაახლოებით 3 კილო ნახევარი კაი ენა ტირი ვერტელა შედალო ცვილიშვილო რა ამბავი ახლა დაუშვოთ ამათ ენები მიეცი იგივე ბზანებს უნდა და რომელიც ამათული ლეშოროთ მეხარდალ ზეიმარაში თავს განზადებულობა ყველაფერი ბედნიერად ოლათიანად სალატეულობა დაჭრა მოჭრა მიტანა კაიჭამა კაისმა მაგრამ ამათ რას უშვები ამ ხბოებ 200 კილოიან ხბოს არა პრობლემა დაიკლა ვიღაცა ჭამს სტუმრება აბრამავის ოჯახი სტუმრობა არ აკლდა ამ სტუმრებსაო დამომადგენელი გამჩემაო დამილაებული ვარო ვერდების სტუმარი ვერ შემომიდა სახშიო ბარუხაშემ სტუმარი შემოდისო დამილაებულზე პირველიო და არ ვიცი ვინ არის და არის რაღაც აიჭმება ანგელოზები რო არიანო ამათ უნდა გაუგზადო სპეციალური რაღაცაო ვენაბაკარაც აბრაამ დათითონ აბრაამა ხბოსკენ გაირბინა ზანებს დიდი რაბი აბრაამა ზულაი ბაბუა ბზანდებოდა გავნახიდას რაბის ხავი დავიდა ზულაის ბაბუა სეფერია მისი სადაც რომ პერსეგერად წერალს აიქ არის მისეფერში ვალილი ბენარ ნუნალე ფიმანლოტოე 51 კანალზე ასუგი ამ სეფერ კანალები დარი გაწყობილი იქ წერალს სასტაული წერალს რომ აქ დიდი ამბავი მოხდა
ერთი ანგელოზებიდან რეფაელა მალახი გადაიქცია მის სახე პირი როგორც ხბო და გაიქცა. და აბრამის დევს ორი ხბო დაიჭირა ამ ბიჭმა, იშმაღელმა ჩააბარა აბრამა, მიხედავ შვილო დაკალიო წესერა დალახიდაო, რაში წერავს ლეზარზოვები სოჩიაჩია, შვილი წაბა, სტუმრის მიღება, გორარი უნდა დაკლა, გამზადო, დინი დალახი, ყველაფერი. მესამე გეცა. აბრამი გემეკიდაო. რო გემეკიდა იმდენი იარა ამ ხბომაო, აბრამი მეყარათ მეხბერაში მოიყვანაო. შემოდის აბრამი ყარაში. დაინახა ადამი და ხავა. ჯერა საინტერესო არის. მახპელა გემატრიაში რო იცოდეთ 175 გამოდის. აბრამა რამდენი იცოცხლა? 175. ესენი ეუნებიან, შენ იცოდე სათხარ მოსულიო? შენ წლოვანობის სამბათ ახარ მოსულიო, რებეზაზლევენ. ანუ ესე იგი თუ ჩვენ მეყარად მახპელაში ვართო, მახპელა გამოდის გემატრიაში, მეაში მივეყამე შო 175 წელიწადი. რებეზი მიცემ, კარგი. რა არის ესეო, სადვარო მოსულიო, რაცო, ხბო, საწავი და ხბო, კაკრა ხბო აღარ არის, ხბო, ანგელოზ დაბრუნდა, თავის ადგილზე, აბრამი ეძებს. შენ გამჩერმა უგიყვანა ქანაო. რო გაიგო ადგილი რა არისო. რამდენი ხარ შენო? ხლა 99-ისაო. რა გააკეთე გუშინ წინაო ისეთი რომ გამჩერ შეუყვარდიასო. დავიბილავი ჩემი თავიო. გადაწყვდაო შერობილა გააკეთე რომ შენ აქ უნდა დასაფლავდეო. მე ვარ ადამიანის არის ჩემი ცოლი ხავაო. ვინდამადლიანდება კიდე ამადგილისა ეს არის განყედნის პირიო. ხლა შევარ სეკრეტებში 1365 წლით ადრე გაჩნდა განყედენი სანამ გაჩნდა ეს ქვეყანა. ესე იგი, როწერია 7 რამე გააჩინა გამჩერმაო სანამ გაჩნდა ეყოლამიო, მათ შორის არის ერთი განყედენი. რამდენი წლით არ წერია, ხო? გამოჩენილად. ახლა მე გეტყვი, გიმხელდაგენ. 1365 წლით ადრე გაჩნდა განყედენი სანამდეც გააჩინა გამჩერმა ეს ქვეყანა. განყედნის პირი უერთდება მეყარათ ამახპელას, სადაც მამებია დასაფლავებული. რო იცოდეთ, იქიდან მოდის და მე გადის განყედნისკენ. არ არსებობს ლოცვა. ჩვენ რო ლოცვირო, სადაც არ მილოცოთ, რო არ შევიდეთ შენ მეყარათ ამახპელაში, მამებთან, მამების ნალოცავთან ერთად შედის და ადის იერუშალაიმისკენ და ადის გამჩენისკენ. შეიძლება ხოლმე გამჩენ. სადაც არ უნდა ილოცოს ისრაელის შვილმაო, ვეითპალელუ ელეხამ დერეხ არცამ. დადგებიან და ლოცვას ჩატარებენ წინაე შენსამ. ჩერეს ქვეყნითა მათითა ერეცით. სიდან იერუშალაიმიდან, არამორიდან, სიდან ბეთამიგდას ადგილიდან. მაგრამ სიდან მოდის ლოცვები? ჯერ მეყარაში შედის. აბრამის ხარგა ყოლოცილობენ. ნიხა, შახრიდან ყარვით, იმათი ნალოცით ერთად ადის გამჩენთან, ჩერეს იერუშალაიმი და მოდის გამჩენთან მაღლა. და ანგელოზები გამჩენეულებიან კეთერ ითენულეკა მალახიმ ამონე მაღლამ ყიმყამეყა ისრაელ გებუცემატა იახად მაზე იახად ერთად დაბლაურები ყველანი იმკვდარი ცოცხალი იარსებობა რომელიც ცოცხალით გალოცვილოს და მის რომ წასულია შოხნე ყაფარ სუყელანი კეთერიტენულეხა მათნალოცავიდან თაჯით დაგთაჯავთ გამჩენო ღმერთო გამჩენ თაჯავთ ჩვენ ყოველდღე თაჯვადებთ რა არის გამჩენის თაჯი ჩვენი ნალოცები ითება აბრამი ადამ არიშონს მე და ჩემი ცოლი სარა მადლიანდებით ამ ადგილ მაგრამ უმიახარაი ჩემ შემდეგ ვინ მადლიანდებაო შენი ვაჟიშვილი იცხაკი და მისი ცოლი რივკაო რო შვილი არ ყავსო იცხაკიო სახვალო სახში ახლა და გიმახარებლებენ იცხაკის დაბადებასაო და რივკა ვინ არისო იცხაკი რო გადარჩაო იცხაკიო შენი შვილიო რო გადარჩებაო ამ თავის პროცედურებსაო მაშინ მოვა რივკას ამბავიო და გაიგებ რივკას დაბადებასაო დაიმახსოვრე სახელი რივკაო ვინა კიდე მათ შემდეგოდა იაყაკობი და ლეაო ვინ არის იაყაკობიო და შენი შვილი იაყაკობი იქნებაო იცხაკის ვაჟიო ეს რომ მოისწინა აბრამა
მასალი სეფერტორა აღქერს არის სეკრეტი წერავს ველაბაკარ რაც ავრაჰამ ომრი მიკუბალინ კავალისტება არტიკრა ველაბაკარ ელა ველაკევერ საფლავისკენ გაირბინა პროპორციული ბალეტოს მოჩი თუ დაიყოს რაღაცა თოროსები მაგრამ კაბალისტებში განთქმულია ველაბაკარ ევამატებ კიდე ალთიკრა ბაკარელა რივკა უმახარობლენ რივკას დაბადება უმახარობლენ იცხაკის დაბადება ბეფიე შარიმ თითრომა უსირდეთ სადიგიმ დიდბარახ უბილშონ ხასიდინ დიდგადა შუკერებ კედოში თითალან რატო არის იქანა იცხაკი და რივკა ჩასმული ერთმანეთის გვერდში იგიძებთ ორივეს მახარებლობა ერთად მოვიდა სანამ ანგელოზზე მაუთხრე გაუმხილენ დაეუნებიან აბრამს ვაში გეყოლება იცხაკიო ადამ არიშონმა და ხავამ გაუცხადა და უთხრა შვილი გეყოლება იცხაკი და ცოლი მისი იქნება რივკაო დაიწყო აბრამ აბინუმ და ამათმა ერთად ადამა და ხავამ სიმღერა გამჩნდან ბეფიე შარიმ თითრომა უსიფთეთ სადიკიმ თითბარახ ბილშონ ხასიდინ თიკადაშ უბკერევ კედოში თითალალ ჩასმულიც არის იცხაკ რივკა ესე ხაღაბრეფერ უთხარი მე თქვენთან ვიყავი ლუჩი თქვენთან ოშე ზიზოვის ხალუქად ბაიტი რო იყო ერთად ვიჯექით სტოლზე და ავსია შეკითხა რატო მომბობთ ამასე რატო წერია იქ იცხაკი და რივკა და ძალიან დაინტერესდა თუ გასულს ხავრებენ ხოშულო საინტერესოა მართლა ესეო რა არის მიზეზიო და სეკრეტი იქანა თქვი ვიდარაშე მეცის ამბავია 18 წლის ამბავი 17 20 წლის ამბავი დაახლოებით მოკლედ აქანა მაგარი სეკრეტია რო იცოდეთ ეს რომ მოისმინა აბრამა ბინუმ სახში ბრუნდება ხლა როცა უკვე იცის რომ ესენი ანგელოზები არიან ადამა უთხრა წადი ოჯახში და იმახარობლე ანგელოზების პირიდან იცხაკის დაბადებაზეო აიღო აბრამა ხემა ვეხალავ ერბოდარძედა და იგი ხორცი ხბოსი რომელიც რომ გააკეთა დაუწყომა წინა შემაცა საჭმელათაო წერამს ადგილზე თოსაფოთი წერამე რატო დაულა გაბრამა ხორცი და რძე ერთად ამაცაო არ გაუყოფიაო ხა მე შემეგითხო გეტყვით თორაშია არ ნო ეხრეხი ვაიკა ხემა ვიხალა უბენა ბაკარა შეხასა ჯერ შეიძლება ჭამენ საყველე და მე მიაყოლენ ხოში და ალახით შეიძლება გასო ხლა მე ჭა მაგალითად საყველეს ალახავზანებს თუმცა იცოდეს ყველა ალახავზანებს ჭამეთ ახლა ჩვენ ხაჭაპურები დოლათიანად კაივეტნიერი და შევდივართ უკვე გვინდა გაგზელება პორმანის და გვინდა ხორცე მოვიტანო სტოლზე ალახავზანებს იცოდეთ უნდა იყოს განსხვავება უნდა გააკეთოთ ბირქათ ამაზონი კაი აუკეთესია დაამთავრეთ საყველე ყველაფერი მორჩით მე ხელახლა გაშალეს სუფრა ნუ გაგზელებ ხორცს და რძიანს ზეცეთ ალახით შეიძლება არა გაქვს პური ნაჭამი საყველე მაქვს ნაჭამი ყველი რძე დავლიე რძის შემდეგ პურით მე პირი გავისუფთავე წყალი დავაყოლე ამას ბევრი ხანი აღარ უნდა რომ იცოდეთ ალახით რძის შემდეგ მე 5 წუთში თუ რაღაცა პირით შემი გავისუფთავე პურით სხვანაწარმით მაგალითად ნამცხვარი მივირთვი ხილი დავაყოლე ბოსტნეული გავიჭამე წყალი დავლიე დავაყოლე შემიძლია ხორცი ხრად ვჭამო და მაშინაც 6 საათ რომ ამო ბირქათ ამაზონის შემდეგ ბირქათ ამაზონი რო გააკეთებ მე იწყებ 6 საათი არ გააკეთებული ბირქათ ამაზონი არ არის დაწყებული შენ 6 საათი ას შანს უმრავლეს პოსტკიმებში აბაზე ალახაში მე დაწერილი მაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდობაში ამაზე ბევრია პოსტკიმებში მაგრამ ცოტა ახმარი თუ ლაბარაკო დამძიმების სახით მაგრამ ასე ასაჭირო მაგრამ თოსფოთი წერავს ადგილზე აქანა სპეციალურად აბრამაო აურიაო მიცა მაგაცაო ერთადაო საყველი და სახორცეო რატო და მერეო ანგელოზები რო იტყვიანო ანგელოზებიო მოშეს რო იტყვიან გამჩერ რო იტყვიანო რატო გასო თორა მაგალითად დატევეო ადამიანები რატო აზრ თორასაო მოშე იტყვის ამაცაო ბიზნეს თქვენეო
თუ ასე შემნახველები ხართ ორი საო რაფერ ჭამეთო ხორცი და საღველი აბრამის ოჯახში ერთათაო სი რო შეჭრარა მახე დაულაკა თავტვა აბრამა გაუკაფა გზაშვილი მამა ვარ მოკლედ დაუდვა ამათ აჭამა ერთად ვეუყომეტყალებ და ეცვა იოხელო ვაიომერუელა იკითხებიან მას აიემ სარა იშტეხა საძანდება შენი ცოლი სარაო სამი კაცი რო ჭამს პურვარი გამჩემა შეგვარგოს ყველა სამენ ბოლოში საქართველოში წოდრენ ესე სამი კაცის ნაჭამზე ვიცოდით ხოს ბერახა ხოსია დავიგებდით ჭიგას ვილოს პირგად ამაზონში ვაკურთხებდით მაგ ნახული იუდა იოსებაშვილი იყო ჩემთან ნუ გაბაია ყველა კაცი მაგას დაუკვირდი მე ვნახე მარტო იჯდა ჭამდა აგედრდა მაინც ხოსე კურთხებას გამიგვირდა ბათხალა დავინახე ასე იყო თქვენ მინაგეთქვი კი მაინტერესებდა ნუ არის ალახაში აზრი ის ხამადეო შალოშ ვარბადეოდიეშ შულხანა რო ყვა სამი აზრი თუ აქვს ალეხად ალ შალოშ ვალესე ნუ ზოარმა გადაწყვიტა სამი კაცი რო დაჟევა ჭამენ ვალდებულია და გააკეთო ა გემარაში მახლოგეთია ბერაფოსკი მარიჩონი იადუაკი არის ანუ ეკერეს შავი ყოლა დეტალი რო დავინახე მაგის მინაგი ჩაზერილი მაქვს რაღაცა რომ იყო საქართველოს ვარ გავარკვიე მე საჩხერის შესაძონიათ ხახამ ხისკო დროაშვილი ესენი მოწმობა მოვიდა ჩვენთან ბევრი მოწმობა გელაბარ 40 წლის ამბავ გელაბარაგებით 36 წლის ამბავ როეს გამოჩხრიკე ხალხის მოწმობა სახელებით იწერია ვინ მოწმობდა ამაზე რომ იყო ადგილები ერთშიც საკურთხებდნენ ვიშლი აკაზო არის აზრი პოსკიმებში მაგრამ სამი ვარდებულობა არის სამი რამოდან ჭამეს ვენ კარგად ედიერად ბირქად ამაზონი აკურთხენ ჭიქამ და გაგზავნო ხო აკურთხებენ ბორეფერი აგებენ ჭიქაზე და გაუგზავნო ხალ ცოლ ეკითხებიან საძანდება შენ ცოლის არა და მე შაშანო აქ ნათქვამი შიდულში ვინც დალებს ბირქად ამაზონი ჭიქას ჯამთელობისთვის კარგია მორჩებაო შენი ცოლიო აქამდე შვილი არ ეყოლებოდა ახლა ეყოლება შვილიო ჩვენ ლოცავთო სად არის გარემეზებული აიე სარა იშტეხა რა შედებოდ ესა აიე ალებ სარა შინ იშტეხა ალებ ესა კოს ეშუყოთ ესა ამ ჭიქას ვინც მოსვამს ბირქად ამაზონის ბოლოში იცოდეს რომ ეხსნება ეშუყოდი გამჩენიდან ყველა მოწყობიცეს გამჩევა კაი ჯანმრთელობა არის. კიდე მეგონდება. ავთხოვო ხალხო, არის ზოგი ავთხოვია და ბევრი მიკითხება ხანდახან, აბი, რას გვირჩე და მე უბრალოდ რაღაცეებ, რაც თორაში წერია. ხოლი, ანაშიმ ხოლი დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. ავთხოვი ხალხი მეგომედეს. გაუფრთხილდით ბირქათა ლევანას. ეს კერო და მიდიმაელე. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. გაუფრთხილდით ბირქათა ლევანას. გედოლა ახრასად ორხიმ იოთერ მიაკბალათ პენეშეხინა. სტურის მიღება აგერ მოარჩინა ხალხი. დაუბრუნდით. კაცი როცა ბირქათა ლევანას აკეთება დამიკაბელი პენეშეხინა. სოთოლებელი ეშპო ინიარ რეფუი. ჯანმრთელობა არ შევალეხლა კაბალის დეტალები არის, მართლა სუფთა კაბალის დეტალებია. ვითუმეტეს ბირქათა ლევანას როცა აკურთხებ თვალის კურთხებას და თვალები მაღლებთ მაღლისკენ თვალები. სოდეთ გამჩენ უყარს sebak ნახული ტურში ტურ კოტებეზე თუ არ ცდები ანუ 112 თავი ორახაიმში წერას გამჩენ უყარსო ისრაელიო თვალებ რო ატრიალებსო მაღლისკენაო შამაიმისკენაო რატომ ყოველთვის ირად შამაი კაცი გამჩენს მოსჩეს ვამბობთ ეუნებით იერე შამაი მაკავანა მაღლისკენ იყურება გამჩენი შიში აქ და გამჩენო შეცკირი უყურე იცოდე ადამიანში ჯდება ტანში გამჩენი შიში იცოდეთ და იმასობედაზე ნებუქადნეცარი 7 წელიწად პირველად იყო გარაქცეული და როცა ბრუნდება ადამიანის წყობაში რაფერ დაბრუნდა ვეყენაილი შმაია ნეტალით თვალები ჩემი მაღლისკენ მოვიმაღლეო უცბად დამიბრუნდა ჩემი გზნობა და ჩემი დააყათიო ვიდრე წერია დანეში და შევალ ბევრი ამაზე ბევრი მაგ დაწერილი ერთ ადგილზე მაგრამ სეკრეტი არის კაბალიდან იცოდეთ ყურება სისკენ ყურება კაცი რო იყურები თვალებ რო ატრიალებ გამჩენისკენ და როცა ლოცვილობდა გამჩენ შეხოვასე თვალებით გადატრიალებული ღმერთო მამა ჩვენო ყოლის გამჩენო მოგვეციეს და გომადლიანი ამას დარწმუნდით გეუბნებით ღიად გეუბნებით ყველა ჩემნაირ რაბის თუ სხვანაირ რაბების და ვინც არ უნდა ვიყოთ ყველას კურთხებას ეს თქვენი ნალოცი გჭირდება ილოცეთ გამჩენდა ელაპარაკეთ გამჩენს
აი ეს არა იშტეხა სად არის შენი ცოლი სარაო ეკითხებიან ეუნებიან შენი ცოლი სარა რომელ ქალები ეკუთვნისო არიან ქალებიო დიასახლიზები არიანო და საქმეს აძლევენო მოსამსახურებსო არიციან თვითონაო რა ხდება ვიდბახში სამზეუროში ტარეფა ქაშერი არეული საყვარე სახორცე ხო იცი მარილი ყველაფერი მარბინა ზოგჯერ ხმარობენ მარილ ხორცში მე ხმარობენ საყვარეში ამჩერ ვაიცის რამდენიმე რა ხდება რომელ ქალები ეკუთვნის შენი ქალია რომელ შენი ცოლიო ეკუთვნისო იმათ რომელიც თავზე ადგია თვითონ თუ სხვება ბარებს ყველაფერს ხათასობებს ეუნება აბრამი ამათ კიდევ ჩემი ცოლი სოდარიცო ინებაოელ მაგას ერთი ნიშანია აქვს სარა სადაც არისო იქანა ბზანდება გამჩენის შეხინაო ანახეთო გამჩენის ღრუბლისად გაო აგერ დგაო სარა გერძანდებაო ეუნებიან ვაიომერ დაიწყო ლაპარაკი მიხაელა ამალახმა შოვ აშუველეხა მე მიხაელი დაბრუნებით დავრუნდები კიდე ვიცოდე იმართ შენსაო კაკეთხაია ხლამსუდას ამ ცოცხალ დროში კაკეთხაია ამ ცოცხალ დროში დაგერ შვილი ეყოლება სარასაც სორსაშეცა რას ნიშნავს სიტყვები ცოცხალ დროში მაზე კაკეთხაია אומר רבנו הרלב"ג, רבנו לוי בן גרשום, גדול, פירושיאק, מלך מזה צרפסה, מלך מזה. אמבוס, צוטיו, צסוליו, אמסקויה קודרי צוטיו. צוטי ממאולי, דרו, צוטיס ממאוליס, אס ג'ררן דבדבוליו. רסו צוצחלות שונה. გეკითხები? ცოცხალ მომენტ ეხლა. რაც ეხლა გიგავია ხელში ეს არის შენ. წასული კუდარია, მამავალი არადაბადებულია. რა ცოცხლო? ეხლა ამ წუთას ბაუვე, სადაც გახარ შენ. ეუნებიან, აი, კედელზე დაგინიშნავ შენო. დაგიხაზავთო. კაკეთხაია, ეს სეკუნდი ეხლა რო არისო. ზერო დადგება მომავალ წელიწად ამ ადგილზე ამ წერტილზე შენ ცოლ სარას ბიჭი შვილი ეყოლებაო სარას ესე ესმის და სარა შომაღად პეტახაოელ დიასახლიზი კაშერი კაცებთან არ მოვიდა ყველაფერი ესმის შემოსავალში ჭიშკართან ვეუახარავ ანგელოზიც დამდგარი იყო გვერდში არიან აბონის შმაღელზე ლაპარაკი ვიაბრამ და სარა თორა მოწმობს მოხუცებულები ზანდებოდნენ შესულები არიან უკვე სიმდღრეში სიცოცხლეში და სარას უკვე დედობა ქალობას დაგარგული ქონდა დამასკი სარას უჯრედიც ადგილიც სადაც ბავშვი იბადება შილია სადაც რომ ბავშვი სარგებლობს თავის წყლით, საჭმელს სასმელით, არსებობით, სიცოცხლის უნარით, ესეც არ ქონდა ქალობის. სარას დედობა სულ არ ქონდა ბედი დაწერილი, კაცო. ჯერ ერთი ხანდალიოთ სარა ორახ. მეორე לא יכולה ללדת. היא הייתה חגרה, ושרה ישת אברהם חגרה. אין לה בלד. ותצחק שרה בקרבה לאמור. שרה צ'ייצי לגושי. ג'ררתיו, אחרי בלותי הייתה לי עדנה. רואה דזול דת שמסחרו לטעני כל הפרים. ראו החלה, כמה חלגז דביו, חלגז דגוכתביו, והוא חלגז דגוגונה, אמרת גדול מקצביו, אז אמרנו בנזל. מאוד שמבטוני אברהם מחוצבולי הריו. אברהם גיד שולי, עולה בה, עולה בה, שולי. כמשני עולה בה, אברהם, סיבת הרותקת, הוא אמרה לו, כגבית, שרם אברהם דעתו מזזיב, אדוני זקן. באדוני צ'מי, מחוצבולי הריסו. אז כמשני הרותקת, אברהם מסוין, שזה דעתו אחליו, שרם מאוד, צ'מי כבר מחוצבולי, אז עלה הרע, קרב ניסו, סצחסו, אמה שולי עולה, מדיע עולה,
ეს რო ეტყობა შური ამბავი სახში არ რას ეუნება რას გამჩენი აბრაამ რას ეუნება რატო ჩაიცინაო სარავაო და რატო თქვა მე მოხუცდიო სარავაო მეო ესე გამჩენი მას ენა კი არ მოაქვს აბრაამთან ზუსტად რაც არა ვილაპარაკა აბრაამ რო დადო მიზეზი არა სარა რატო ამბობსო მე სარა მოხუცდი დაუბერდი ძალა აღარა მაქვს შვილი აღარ მეყოლება რო შვიდობა ცოქმარ შვიდობა ჩემი ეგდო და არ მოუტანა გამჩენმა ენა როგორც იყო იქ არა ზოგიერთები ყველა გამიგონი რაცა უთქვი ადამიანს იწვია შარჩა მოგდებენ ლოლეყე ელუდებარი შედავსებდა ოხელ ფეროდემა ყოლაბაზე კერვინო ყოლაბა არის ხო თუ არის ადამიანი შვიდობით ჩამოგდები ადამიანი შუა მერადამle ხაბერო ბერიშტეიშტო ჩამოგდებ შვიდობას სოდე ეს იმნაირი მადლი არის ყოლაბას იურათა სარგებლობდა შენი ქირაი ყოლაბა რიწყდება გამშენთან ხლა მაშა სადამე გაიგია კიდე ნაბაროთი ვინც არის შურის ჩამოგდები ლაშონით რო ალეხე გაჩავა ყოლას ბაპატიო სამე ყოლას ხეშუვა მიიღოს აკადო შუა ხო ამილირაცვან გამჩენეუნება აბრამ აიფალე მაშენდა ვარ რამე გამჩენი გაუგვირდება კაცო დებადაი შვილი ეყოლება რო თქვი ეყოლება შვილიო აი პირუშე ბევრი არის შაშანა მე თუ არ ვწდები შაშან გავა პირუშე ჩვენ ეთერში ძალიან ღმად ეს თემა და არ ვიდა რომ დავბრუნდე მაგ თემაზე რა იყო რა იგულისხმა სარამ და რატო თქვა რატო ილაპარაკა ასე ერთი პირუში თქვი ასეთი მოკლედ ვიტყვი სარამ შენო პატივცემულო სტუმარ ეუნება სტუმარ რატო ჩაიცირა სარამ შენ რო ამბობო მამაწელიცა დავბრუნდები კიდეო და მოგილოცავ სამთოშვილის დაბადებასა რა იმედი გაქვს რომ სოცხალი დარჩება ნამდვილად ვადონი ზაკე შენ პატივცემულო მოხუცებული ბრძანდებიო და რა იმედი გაქვს რომ იცოცხლე საკითხული მაქვს რაღაცა ბენიშ ხაიში წერავს ერთ ადგილზე მეფემ ჩამოერა ტყეში უყურდათ რაში წერათ იცოდნენ მეფეები ნადირობდნენ ზე აიაბი შვილამ ცაი ნადირობა ჩიტების დაჭერა უიზდებდნენ ტოპებით იყო თუ ისრებით იყო და კაცი იყო ხაშუდელი წყობა და დღეში თელი დღე დაგანცული დაღლილი რაღაცა შუადღის დრო არის შუადღის მოსვენება უნდა გაშალე ჩქარა ფორმალები აკეთი კიდე მოკრა თვალი მეფემ შორს რაღაცა ერთი მოხუცებული კაცი წერიანი წყემსი თავის ცხვრით ასე ჯოგით გასულია და წყემსობს ხელმწიფე რო დაინახა ეს მოძრაობა ენო მარტო რა დამჯდე ხლა კი ხავდა თავის ხალხი მაგრამ მოდიეთ ვიღაცა სტუმარი კაცი მაინც ორეახი ორხადაშია ხო ის ორხადაშ რაღაცა გავილაპარაკები საუბრე პატარადი რაღაცა გავიგებ რა ხდება არემარეში შემსახელმწიფოში ვინ მოკდა ვინ მორჩა რა დაიბადა რა ხდება ხო იცი რა საპარაგობენ ჩემს ზურგუგან მოკლედ ბატონო ჩემო კომპანიას ხარ გამიკეთებ ორ დავჭირეთ ვისადილო კარგად შვალე არენია ბატონო მეფეო წმოდგა ფეხზე ამ კაცმა დიდი თაყვანი იწეო პატივცემით გენასვალა ჩემი თავი მაგრამაო ებრაელი კაცი ვარო ებრაელიო და მეო მარხვა გადაწყვეტილი მაქვს მარხვა ჩემ თავზე დღესეო მარხულობო რადგანაც მარხვაში ვარ და არ მეჭმევ არა ჩვენი მარხვა რა ჩვენი მარხვა არაფრის ჭამა გძალულია ყველაფერი არაფერი არ დაელება წყალი ვინც მარხულობს ბოლომდე ზოგადად ზოგიერთ რო იგონებს იმათ ვარო შიმშილში ვარო და თურმე ნახევარ კილო თაფლებ ყლაბავს აი ჩვენი რა არის ერთი საქართველოში ამბავი აი ჩვენ ნახევარი ვიღაცა მიყდა მაგ დამჯერე ჩვენთან აი ხსებას რაღაც ის ხო მარხვაში ვარო და არ მეჭვარდებელება წყალი ბოდიშიო არაგზე ვილაპარაკობს ოთხაზე ვინ იყვის გვინოს რა თქმა უნდა რო არა ბოდიშ ხოვილობ თენდანავ და მეფეუნება ბატონო ჩემო ბაბუო წიაო ამასაც ხო იცი ხლა ხალხაზავები ხნიერი კაცი ჭაღარა პატივცემელი ხო იცი ადამიანობა თუ შეგიძლიათო თქვენი მარხვა ხვალისთვის გადადევითო და დღესო ჩემთან ხასიათი გამესწორიო ბატონო მეფეო შვილო ბატონო მეფე ამასაც დაგაგება როც პაპუა როც შვილო მეფეო ერთ რაღაცას თუ მომიწერა ხელსა რო ხვალ კიდე ცოცხალი დარჩებიო გადავდებ ხვალისთვის მარხვასაო აი ეს მოისმინა მეფემ ჭკვიანი ხარ მართალიც ხარ ყველაფერი შემიძლია მაგრამ მაგას არ მოგიწერა ხელსა ამას ეუნება სარა მოხუცებულ კაცს შედაროცვილო რო ამბობო შენეო მავალ წელიწად მოვალო შემოგიღებ ჭიშკარსაო მოგილოცავ ჩვენის დაბადებასა ვიკეიმებ კიდეო
რაიმედი გაქვს, რო ცოცხალი იქნები, მაშინ ვადოლი ზაკენ. ჭაღარა გაქვს დასმული. მოხუცებულ კაცს გავხარ, ძალიან ხმათ მოხუცებულ საოდა. ხატათამო, როგორ მოხვალ ბატონო ჩემო? ამაზე ჩაიცინას, არა? გაბიახოლ, იმაზე კი არა გამჩენმა, რაც რომ უმახარებლები, აქამდეც ხონდა ნამახარებლები აბრაამ ავინუს. პარაშათ ლეხლეხაშია ბოლოში, რომ აბრაამი უნება გამჩენი შენი ცოლი სარა შვილ, იცოდე გაგიჩენსო, დერგმასა იცხანი, იცოდა უკვე კაცო. ანგელოზები გიაროდის, მარტო აქამდეც იყო უკვე მახარებლობა, იყო უკვე მოსული. და სარა აბრაამზე მეტი იყო წინასწარმეტყველო იცოდე. ასაც გეტყვისო სარა გააკეთეო გამჩენი უნება აბრაამ. კი მაგრამ დაადგინა შენზე მეტია წინასწარმეტყველობაში იცოდე, გაჯობაო დაგასწრო. სადაც მიდიოდა აბრაამი, ზღვარი წერავს. ჯერ აბრაამი სარას კარავ დარგავდა, გაშლიდა, მერე მისას. აბერ წერია ვაიდა ჰაოლო, წაიგითხეთ ჰაოლო. რო იყოს მაბროვიცკის კარავი, უნდა დაიწეროს ვავით. ეი, ალეფ, ეი, ლამედ ვავ. იქანა წერია ჰაოლა, ეითი. ზღვარი ბრძანებს სარას კარავ დარგავდა, ჯერე და მერე თავისას, რატო? სარას კარავი, სადაც იყო გამჩენის ღრუბლი ჯდებოდა იქანა. შეხინა ადგებოდა. აბრაამი ამბობდა, ჯერეო შეხინა მივიღოთო. მერე ავაშენებ ჩემ კარავსო. ვინ იყო მეტი? სარა. რაფერც ხდება მხერაგან? არა, შეცდარა. ამოხუცებული კაცი ლაპარაკება. გამჩენი უნება აბრაამ, ლამაზით სახა გამს, ყველა სიცილშიო. ბოლო-ბოლოსავ რაღაცა მაინც არისო, რომ და მარჯერაო თუ სარას ეკითხება აბრაამი და სარა არა. მათი გახეში. არა, მე არ ვიცი. ხაზმშალო გამჩენის იმაზე არა ლაპარაკიო. просто ეს ამბავიო ცოტა სხვანაირ ამბავად მივიღეო ახლა ყველა გაიცინებსო, ჩემ ამბავზე რო გაიგებენო, რომ შვილი ეყოლაო, მართლაც ასე იყო. სარას როცა შვილი ეყოლა, ყველა უშვილოები სოფლიოში ყველა მორჩა. იო, ვინც იყო ათასობით ადგილზე ხალხი ქალი, რომელსაც შვილი აყავდა, სარას ფესე ყველას გეეცნა ბედი. ყველა მორჩა. ქოლა შომეა იცე ხაკრი. ყველა მამსმენია სასწაულობის, ისის გამხიარულდებაო. ყველა გამხიარულდება. ეს იყო რას უნდა ემართა აბრაამ და სარას. ამის დამაგვარი არის მაფტირშიც. და ამას ამბობს ლევუში, ლევუში ჯოელ. ლევუში უნდა იყოს 669,000 დოლარზე კითხულობს. რატო კითხულობენო ამ მაფტირსაო ეხლაო შაბათსაო მაფტირი არის ხო იცი თქანა. ორი ნაწილია მაფტირში, ორი ნაწილი ხა არ ვიცი დრო არ არის, ვიანი არის რა იცი. ესა ჩემ პრობლემა, რომ ვერ ვასწრებ ვერაფერი. პირველ ნაწილი მოდის ახლა ვეიშა ახალბილეში ბერიანები, ხო? ელიშაის ესე ყობადიანების ცოლზე ლაპარაკი. ელიშახთა რომ მოდის და აბაო, ჩემი ქმარიო, აბზანდაო, წინასწარმეტყველო ბზანდებოდაო, შვილებიო, ვალში უნდათ, მოვალესაო, წაიყვანოთ, ჩემი შვილებიო, პატრონი არ ყავსო, უპატრონო დარჩიო, წივის, კივის ამბავი და ბოლო-ბოლოს წინასწარმეტყველი ეუნება, რა გაქვს სახში იცოდე, ბარაკა, არ შეიძლება რაღაცა, რომ გაცარიელებული დატევოთ. სახლი უნდა იყოს ყოველთვის სავსე. ბევრჯერ მაგ რა თქვა. მაგიდაზე დატევეთ ყოველთვის მარილი და პური. ჩვენი მინაგია ეს, ხოლო ასე არის. რატო ბარაკა რომ იყოს ოჯახზე? კენ ბრახა შორა ბემაკომ რეკ. ბერახა გამჩენის კურთხება, ცარიელ ადგილ არ ედება. არ გაიცარიელო ჯიბე ყველაფრიდან ბოლომდე. ყოველთვის გექნეს პორტველში ჯიბეში რაღაცა ნიფტიერობა. ლაბა ბარაკა როდი ეთვას კურთხება გამჩენის. არ გაცარიელდე ბოლომდე ყველაფრიდან. იცი ზოგიერთმა ბოლომდე იცის ჭამს სვამს გააპრიალებს საინს ემას აღარ ჭდება უკვე გარეთ სხვა აღარ ჭდება სხვა. დატევე პატარა. ვაიო თირუ პირგატამაზონში არის თუ არა? ვაიო თირუ გიტარაშია. ჭამენ სვენ დამოარჩინენ როგორც გამჩენმა ბძანა კურთხება დგება სადაც რაღაც რჩება. გაქრამე სახშიო, რო დაგილოცო. ცოტა ზეთიო, რო წაუსვა ზეთი ხილიო. რო წაუსვა თითითაო, შეიძლება დამთავრდესო, ცოტა დარჩა შიგნითაო. ჭურჭელი შემოიტანეო და გაიმსება გამჩენა კურთხებაო და ასე იყო. არ ნახო გამიზორო დიდი ბრეტორა არის. თეთა რა დარაში არის აქანა. თეთა რა დარაშია. იმართი შიგნით რომ მოყვე, თავის ფირუშები ვარ. ეს არის პირველი ნაწილი. მერე მოდის მეორე ნაწილი მაფტირის. აქანა აგზელებს ქალბატონზე შუნამიცე, ხო არის? რომელიც დიდი ქალი ბრძანდებოდა შამიშაგედოლაბე შუნემში, სადაც რომ ელიშაღი ჩამოდიოდა, იმ ადგილზე ესტუმრებოდა. აქ არის მოკლედ ამ აფტირში მე-6 და მე-7 სასწაული, რაც რომ გააკეთა ელიშაღმა.
აი ერთი სასწაული აქ, მეორე სასწაული შემდეგში. ამ ქალ მოკლედ შვილები არ ყავდა, ბოლოს დალოცა შვილი ეყოლა, ეუნება. იქანაც წერია ეს სიტყვები. ლამოყედაზე გაყეთხაია ამ ცოცხალ დროს გინიშნა მავალ წერიცა შვილი გეყოლება. ეყოლა შვილი. ქალ ხნიერ ხანში შესულს, მოხუცებულს, უშვილოს დიდი ხანი შვილი რო არ ყოლია. თუმცა ამბობენ, რომ ეს ქალი გზანდებოდა უკვე შვილიანი, იცოდეთ, არის აზრი ასეთ. არ შევალეხლა. ამითერი ამბავში მოკლედ ვლაპარაკობ, მხოლოდ დიდი ხანი აღარ ყოლია შვილი. მახლოკეთი არის მაგაში, მიდრაშებში, რომ მიხავს მას ეს. ეყოლა შვილი. შვილი უნდა და კიდე შვილი არ ჩნდებოდა და დალოცავდი და ეყოლა შვილი. მერე ბავში გადის. მამასთან როცა წამოიზარდა 2 წლის არის, მინდორში გავიდა, როში თავი ჩემი ტყივაო და დედის უბეში მოიყვანეს ეს ბავშვი დააბრუნეს სახლში ეზოდან და შვილი რო არ ეხებ დედას ხელში მოუკვდა. კერწასულა ეს ქალი ბღავილი კი არ დაუწყია, აბა ჩხარა ხებრა კადიშასთან კი არ დაურეკნიათ. ამიძებნეთ სნირი, ხამსიმონი, პეტრე, პავლე, დრები, ხოიცი, მიცოვარიან სასწავლოს დანიშნულები. არა. ხელად რა და ხელა ჩხარა წინას 13 ლოგინზე ჩხარა წინას 13-თან ვიდივარო წავიდა ჩხარა რა გინდა ქალბატონო შეგაწუ ხო შენო ხო მითხარი მეო შვილი გეყოლებაო ინახო ვეკეთბენ შეშვილ ჩაიხუტებო გითხარი მოშვილი მეო ვათომერელა ვალტე ხაზე ბამათე ხან სიცრუით ნუ ელაპარაკები მოახლესა შენსა იკითხება ესე მეოცრუარო כל מקום שכתוב אכזב, שתדעו את זה כזב რა არის შეკერი და რა არის ქაზაბი განსხვავება თვითონ შეკერია ტყუილი რომელიც ვაფშე ტყუილია ქაზავი არის ნახევრად მართალი არის მაგრამ ბოლოში კიუმი არ აქვს არსებობა არ იქნება ქაზავია כמו נער אכזב מה זה נחל אכזב? שהוא מחזב סגי אם מדצרואבולי דקטבס בולושי ikale ეუნება אם מדצרואבול נודמתה בולושיו რატომ ამ სიტყვას საოდა რატომ მეუნებიო ინახო ვეკეთბენ შენ შვილ ჩაიხუტებო გამჩემა რო უბზანაო სარასავ შვილი გეყოლება არ უთქვიაო შვილ ჩაიხუტებო ასე უნება შენ შვილი გეყოლებაო დამლოცენце სირად გეყოლება შვილიო მე მასე ვიფიქრეო წერასარუთული უნება ბოლოს რა მოხდა შვილი ეყოლა ჩაიხუტა ბავშვი ეყოლა შვილი ბავშვმა არ იცოცხლა მოდის ახლა ეკანი და ეუნება ხო გითხარი მე შენეო ალთე ხაზზე ამათეხა რა მიქენი მე შენეო ეუნება წინან სარმეტყველი რაც რომ მოდის გამჩენიდან მზადება მაღლიდან ყველაფერი მეცხადება მეო მაგრამ ეს ამბავი გამჩენ ჩემთვის არ უთქვიაო იმიტომ რომ იმნაირ მეუნებიან მაღლიდან მე რაც რომ ეკუდის გეზეროთებს სოდობრალი თუ რამე ხდება ადამიანის ბედი იცვლება თავის სოდოთი ამას მატყობინებენ მაგრამ თუ ადამიან დაბადებიდან აწერია მაგნაირ ამის შესვლა არ შემიძლია და არ უთქვია ჩემთვის მაღლაურობასაო ზაჩიტო რას ამბობს რას გულისხმობს ამ ბავშვს ეწერა სიკვდილი თავიდან ეუნება ეხალი ეს იყო რომ გითხარი მე შენეო თუ მლოცან დამლოცე კარგად რატო დამლოცე ნახევრადაო ალთე ხაზზება ამათეხა რატო არ დამლოცე რატო არ მითხარი გეყოლო შვილი და შეგირჩე შვილი რა იყო ნახევრად დალოცვა ჩაიხუტე შვილი ჩავიხუტე წავიდა ამთავრდა იცოცხლა რამოდენი 2 წელიწად და ბავშვი მანდაო ეუნება წინას სარმეტყველი რადგანაც შემიბრალია მე მოვალი ცოდე და ამ ბავშვს გამოვაცოცხლებ ბავშვი გაცოცხლდება ეუნება თავის მოსამსახურეს გეხაზის წაიღეს ჯოხი ჩემი დაადები იმ ბავშვს სადა შეაძახე ჩემი სახელი და წამოდგებაო მაგრამ გზაში არ ელაპარაკო არავის ხმარ კაცი არავის ვინც არ უნდა შემოკვდეს არავის არ ესაუბრო
პირდაპირ მიდი, შედი, შეაღეკარები დაადები ჯოხი, შეაძახე ჩემი სიტყვები და ბავშვი გაცოცხლდებაო. რა გაკეთე, ეხლა უღმართი გადაგამჩნია. დიდი კაცი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დიდ ხალხი და ბიზნესმენები, დიდ რაბები, დიდ ადამიანები, პატარა გეხაზები ყავს გვერდში. დღესაც. მაგენი არიან ყოლის დამხობი წოდეთ. მაგენი. დიდი რაბები არ ცდებიან. ი ხალხი манипуляტორები, ვინც რომ არიან რაბის გვერდში. ან იმ ბიზნესმენის გვერდში. ისინი აწყობენ სოციალურ იყვანებენ, ზარში იყვანებენ, თომ ჭერამენ, წვიდამენ და მე ბრალდება ყველაფერი დიდ ხალხს. ასკანი, დღეს ამას ვახენ ასკანი, ხო? ასკანი კეტანი, როუზახი შუყალი კეტანი, მეხაბელი, ერამიმ, შეშვიდობა. რა გაკეთა შენ მაგეხაზი, გამოდის აფრიალებს ამ ჯოხდა, გამოსერეუნება იცით რა მიგავია ხელშიო? გამაცოცხლებელი წამალიო. რა გამაცოცხლებელი ჯოდა? ხლა მე ამას დარო დავადებო კუდარსაო, ნახავთ ხერა წამოდგება ფეხზეო. იარება გზაში ამდენო ლაპარაკობს, ეუნები ძაღლი იყო იგანა, ძაღლი. რომელი ძაღლი იყო იცი? რომელმაც ძაღლმაც მოლოკა ჭამა ისარგებლა ახავიდა იზაბელის სისხლიდან. რომლებიც იყვნენ ყაბოდას არისტები, გამჩენს მაჩხუბრები, დაუწინა 12 ყვაელიაუ, ახავდა იზაბელ. თქვენი ცოდეთ ორივეაო, როგორც რომ შენ დააქციე სისხლიო. ძაღლი მოლოკავს, აკნიკავს, თქვენ სისხლი წოდეთ. დაი ძაღლი იყო იქანა კარი ძაღლი, რომელიც მოკვდა ბოლოში და ამან ეს ძაღლი არის ცოტა აი ის იყო და დაატვა ეჯოხი და გააწოცხლა ეს ძაღლი. ხა ის ძაღლიც რატო დამადლიანდა? რატო ამაზე მიდრაში ბძანა? ბიჭო, გავიგეთ ამან შეცდა უედურყა და უედურცკივის ედერ და ის ძაღლსაც რამადი რადგანაც იმ ძაღლმა შეასრულა იმ ძაღლით შესრულდა გამჩენის ბრძანება მეორეჯერ გაცოცხლებას ეხება. ხოს გამჩენის ახლა მე ხა ვერ შევალა ხარა, იმიტომ ახლა არჩევანი ხო რა ძაღლები. აი ძაღლმა არჩევა ხო რა, იმა დაინახა და გააკეთა. არ შევარ სეკრეტებში. ამაზე გაურამ ხან პალაჯი ლაპარაკობს, მასახაინია, რაღაცა ლაპარაკობს, გილგული თუ არის ძაღლებში, დიდ სეკრეტებში შედის, არ შევარ მაგ თემაში. არ არის საჭირო ახლა, არ შევიდეთ. ოღონდ ამას გააკეთა, მე რომ მივიდა და მიცვალებულ ბავშვს რო დაადვა ჯოხი, ბავშვი ვეღარ ადგა. მოდის ეკალიონება წინასწარ მეყვენ, ბავშვი ვეღარ ცოცხლდა, მე მოვდივარო. მოვიდა წინასწარ მეყვენმა. ვაიზორერ ალა ელეთ. წამოაწვა ბავშვი, პირი პირზე, ხელი ხელზე, ფეხი ფეხზე. შვიჯერ, ჩაბერა შვიჯერ. და წამოდგა ბავშვი და გაცოცხლდა. რატო შვიჯერ? ადამიანს 70 წელიწადი აქვს გამჩენიდან. რუბაი ადამიანს წერე 70. მინიმუმ 70, რო იცოდეთ. არის ზოგი სხვების მონაკლებ წლებ ღებულობს. აგზელებს კიდე 30, 40. ხოლო მინიმუმ რასაც გამჩენი აწერავს ყველა ადამიან 70-ია. იცვლის ადამიანი 70 წელიწადში თელ ბუნებას. 70 შანა კოლესერ შანა 20 წელიწადში ადამიანი უახლდება რაღაცა ბუნებაში. ამიტომ არის შვიჯერ ჩაბერა სული წინასწარ მეტყველმა. ზელეფი სოდო და კაბალა ლეფი ხაგათ ნაიმ ხესეთ გიბურათი ფერეთ და საходიეს მალხოთ არ შევალ ეშმოდებარემ ამუკიმეო და ჩაბერა და გააცოცხლე ბავშვი. მოგლეთ ამითი უკავშირდება მაფთირი ფარაშას. ხაგეთ ხაია ხაგედათ უკავშირდება, მაგრამ დრო არ მაქვს ახლა მე მოდი შევრო თუნდაც რომ გადამღებლები დაგღალეთ რაღაცათი, ხოლოთ აგედაში რო შევიდე ვერ გამოვალ. ახლა მეგეუნებით აგერ, ხოლო ახლა დიდი სეკრეტი არის თელი ხაკედის ამბავი, თელი ის ამბავი უკავშირდება იცხაკის სულიერ ამბავ, რა მოხდა იცხაკში, რა იყო ხაკედის წინეთ იცხაკი და რა შეიქმნა ხაკედის შემდეგ. და რატო არის ხაკედის მადლი, რაც გააკეთა აბრამა შვილი რომელსაც გამჩენს, ასეთ მადლად ითვლება სასწაულ მადლად საოცარად დღევანდლამდე. 1000-ობით ხალხი იცნობს, მილიონობით ხალხი, რომლებიც შვილებს წერავდა გამჩენა. არ მოხდა? გერმანია ნაცისტების დროს, ინკვიზიციის დროს, ხო არის? პორტუგალში, ინგლისში, რამდენი ებრაელია გადაყოლილი. ხანაბეში ვადმანია თალმუდმა დადგინა და ასეთები და ამ შეკითხვაზე ბევრი არ მიდახლა მამაშ ღია დავტეებასე ამ შეკითხვას შეიძლება მამალ შაბათს
Parashat Chayei Sarაზე რო გადავართ, შეიძლება აქედან დავიწყოთ, დავაკავშიროთ და ასე რომ მე მინდა რომ ჯამაც მოგახსენოთ, ახლა ცოტა ისეთი დროები არის, გადაღებები ცოტა გვიზრდება, დროზე არა ვართ, ადგილზე არა ვართ, მუშაობაც გვაქვს, რაღაცა ვაკეთებ. ჯეროდ ბარუხ ჰაშემ დრო, რომელიც არა დრო, მაინც ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩავატაროთ და გავაგზავნოთ და ღმერთის წყალობით დოლათიანად და ბედნიერად და კიდევ დიდი მადლობა ოპერატორებს, გადამღებლებს, თქვენ ჯამაც ყველას ბედნიერ ზამთარს გილოცავთ. ყოფილიყოს წელიწადი დოლათიანი, სიკეთიანი, სალხინოთ გველაპარაკმოს და იმედი მაქვს რომ ავალ შაბათისთვის უკვე ამ თემასაც ცოტა გავშლით, ცოტა გავაფართოვებთ და იმიტომ სარას გადაცვალებაც ცხენის ხაგედას უკავშირდება და ასე რომ თემა ერთა იგივეა და მოდი შემოვინახავ. იმითი მაინც უკავშირდებოდა დღევანდელ ლიბრეტორას, როგორც რომ გაცოცხლდა ის ბავშვი, გააცოცხლა წინასწარმეტყველმა. ის იყო ხაბაკუკ ანაბი, ვერაშორ ხიბუკ. რამოდენჯერ ჩაიხუტა ზოარი სიტყვებია. ჩახუტება რამოდენჯერ ჩახუტება, ზოარი განთქმულია Parashat Balakში უნდა იყოს 194%-ზე, თუ არ ვცდები. და იქ 195%-ზე ზოარში არის სეკრეტები, სასწაული, თეფილალა ხაბაკუკ, თეფილალი დავით, თეფილალი მოშე, ამის სეკრეტი ყველაფერი იმ ადგილზეა იქ ზოარში და ასე რომ მაგას უკვე ვეღარ გავაპირუშებთ, მაგრამ შეიძლება სხვა დროს გავაპირუშოთ ღმერთის წყალობით, თორა დაულებელია. მე კიდე ვერაფერი სინოყამორაზე მინდოდა ლაპარაკი, ვერ მოვასწარი ვერაფერი, წესიერად ვერ მოვასწარი. ვერ შევედით შიგნით, აბიმერახის ამბავი სარასი ვერ მოვასწარით. სარას შვილი რო ეყოლა, როგორ მოხდა სასწავლობა რა ამბავი იყო მსოფლიოში, ეს თემები თითო თემა არის საათნახევრიანი, 2 საათიანი მინიმუმ რო გავშალოთ. მაგრამ გიხაზზე მაინც ვილაპარაკეთ, თქვით, რომ ხელა უღმართი ყავდა გამჩენ გიხაზი, ბოლო-ბოლოს წინასწარმეტყველმა ბავშვი გააცოცხლა და გიხაზის ეს სოდოთ ჩარჩა ისტორიაში, მოიცოდეთ, სოდოთ ჩარჩა არიან ამბობენ რომ ბოლო წლებამდე კიდევ გილგულში ბრუნდებოდა გეხაზი. როიცოდეთ. მოდით, ერთ მაღაზიას მოვყვები და რადგანაც მახსენე, მაღაზიას მოვყვები და მიდამთავრე მაინც. მოდი ასე ვთქვა. ეს მოხდა მარშას დროს. რაბი მარშა. დიდი რაბი ძანდებოდა, კომენტარი აქვს თეთრალუზე გაკეთებული, განთქმულია, იცით. გემარას ვისწავლობთ, იცით რა არის რაში თოსფოთი მარშა, ეს ყველასთვის ცნობილია. და მარშა რაბინუ შმუელია სერბა სახელად ეს არ იყო ცნობილი პიროვნება მაშინდელ დროში თავის თაობაში ცოტა სხვანაირადაც უყურებდნენ იმიტომ თმები ქონდა მოზრდილი როგორც ერთხელ ნათქვამი მაქვს გავჩვენ ეთერში უშნოდ გამოიყურებოდა მაგრამ ეს იყო დაფარული ცადიკი სასწაული ცადიკი და მისი გამოჩენა მსოფლიოში ეს ასე მოხდა როგორც ახლა გეტყვით მოკლედ ვამბობ ჩქარა ვამბობ მოხედავ აგერეთი ძინება მეორე ვარვაშე ამიტომ რომ მეც მაძინებს თქვენი ჩაძინება ცოტა მეც მაძინებს და ამიტომ რაღაცნაირად მოკლედ მარშა როცა იმ თაობაში სადაც ზამდებოდა იმ ქალაქში ზამდებოდა ერთი ცადიკი ადამიანი შამაში მაგარი ცადიკი თეილი რო არ აგდებდა ხელიდან თეილი სულ თეილი იყო როცა თარდებოდა შახრითი 2 საათით დამჯარი თეილი თავიდან ბოლომდე ატიდო ფერეკი სიტყვა ნენა ყველაფერ დოლათიანად მერე შუადღე რომ მოვიდოდა მერე გადიოდა საერთოდ ლოცვიდან ესე იგი დილით ადრე შემოდიოდა პირველი შემოსვლელი ბოლო გამოსვლელი ლოცვიდან დაგედილი ქონდა ჭიშკრები ლოცვის კარები რომ მოვიდოდა დილით 3 საათზე ჩაკეტილი ქონდა კედავდა კარე კაცია შემოსულიყო ჯდებოდა თელი მეკითხულობდა ლოცვის წინათ ლოცვის შემდეგ კიდე თელი მეკითხულობდა ჩაკეტილში იყო თავისთვის მარტო ლოცვის დროს როცა იყო დანიშნული 7 საათზე შემოდიოდა პილიანი 7-დან 9-მდე გაღებული იყო ლოცვა დანარჩენი დროები გამჩენი სამსახურში იყო ეს კაცი ხმად შესული დილა არის მშვენიერი დილის 4 საათია დაახლოებით დაკეტილია ჭიშკრები ყველაფერი და ვიღაც ადგი ამას თავზე შალომ ალეხე ახლა თორემ შეიძლება ეგაც ვინ არის კაცი რაღაცა აი რაღაცა ჩანს და რა გინდა რა შეძებოდა მე ობეძებო რაბი მარშასო მარშას ეძებო ვინ არის მარშა დიდი რაბიო კაცო რიბი შმუელიო დიდი რაბი წამდებაო მაგრამ რაბი შმუელი ჩვენ ქალაქში აბიცნობთო
არ არის აქ არაფერი შმუელი. შეიძლება თქვენ არ იცნობთ, მაგრამ მე გეტყვიო, დიდი თმები აქვს, მოზდილი ძალიან დიდი. ის გიჟიო, ისიო. თმები რო აქვს, ასე მოზდილი და რაღაცა უშკოთ რომ რა გიჟიო, ცადიკი ბრძანდება, ვინ რა ცადიკი? ცადიკი. ამან ჩავიდა, წავიდა ეგაცი, ამან ვერ შეეკითხა და შემოხვედი რაღაცა. მეორე კაცი ადგია დავზე. მარშალს ვეძე, მარშალსო. შენს მარშალს ეძებო? ეგერ არის ამ ქუჩაზე ცხოვრობს და გავუშვა ესეც. ესენი გავიდნენ და შემოდის მესამე კაცი, ვიღაცა გავარდნილი, რაღაცა გასეზრილი. ბიჟო, იქანა ორი კაცი იყო ამის წინეთ მოსული თქვენთანაო? კიო. საწავიდნენ აქედან ეთასული. ჩვენ ამბავი ბრუნდება 2, 3, 4 დღე ზედზე. მოდიან ესენი კითხულობენ მარშალს სად არის? ხო გითხარი გუშინგებას, გუშინდელი გუშინ დამამეწლები ზია, კაი მითხარი კიდევ მოვეჯერავ და მოკლედ ეკითხება ეგაცი, შამაშა ეკითხება ამათ. ჩვენ ვინ არის მარშალ ერიოდა? ამ თაობის 36 ცადიგის მეთაური ბრძანდება. ჩვენ თაობაში. თქვენ ქალაქში რო არის ცუდ თქვენი ბრალი არის. თუ ვინ ახართ თქვენ რომ მოდიხარ და განაო დღედა და რა ხდება ვერ გავიგეო. ელიშა წინასწარ მეტყველი არისო. მეორე არისო ელიავანაბიო. მესამეა გეხაზიო, ამათ ძდევსო კუჩიო. ხო, აპატიოს. და სამართალი არის ისული მარშალსთან და მარშალს გადაწყვეტოს. ვერ მოითმინა მოხუცებულმა ხნიერმა კაცმა და ესეც უთხრენ, როცა იტყვი გამოვა შენ პირიდანაო, დატევა ქვეყანასაო და მეხორად მეორე დღეს მეო ამას ვერ ვითმენო ჯამაათო ადგათებაზე. ბიჟობრია მოუკვდე ამ ყოლმათაო და ამ ხელა ცადიკი ადამიანი ყავს და ხალხმა არ იცოდეს ვინ არისო. იცოდეთო ეს კაცი დიდი კაცი ბრძანდებაო. ამ ხელა ადამიანი ამ რა სასწავლებელო შემთვალებიო და მე გიმხელთო ვინ არის ეს კაციო და დაიბარა შემაყისრალით მოყვა, დაიბარა შვიდობა და ჩააბარა სული. ხოლო ეს მასწავლის რომ ეს ამბავი გრძელდება. რაც შეცდომა დაუშვა გეხაზი მისრაბისთან, არეპატია. მოდის ელიშახთან, ელიშაღეძებს, ელიავანაბის რაებს, რაღაც რაერად რომ ეპატიოს, მაგრამ დღევანდელი გილგულში ბრუნდება და ბრუნდება. ამას ბევრი ვერსია აქვს, რო იცოდეთ, ამას სხვადასხვანაირი მიდგომები აქვს, მაგრამ ეს ასე მოხდა დაახლოებით ასე იყო და მოდი ხო გამჩენს რომ ყველა ვიყოთ გამჩენის კარგი მოსამსახურეები. დავადლიანდეთ რომ გამჩენი გემეგვეცხადოს ყველას. ხოლო ჯერ შენდა გემეგვეცხადოთ გამჩენი. უნდა ვიყოთ აზრით მიკრული აკადოშ ბარუხოზე. ვიცოდეთ რომ ბრძანდება ერთი ყოლამზე, რომელიც რომ ჩვენი მამა ბრძანდება, ჩვენი გამჩენი ბრძანდება. სიცოცხლის უნარ გვაძლევს, არსებობას ბერას ჩვენში და მაგითი არის გამჩენით რომ ყველა ცოცხლობთ. აი მოხუცებულ ადამიანებს შვილები ეყოლა. აი მკვდარი ადამიანი გამჩენმა დააბრუნა სიცოცხლეზე ხელახლად და რაღაცა სასწაულები ხდება და ვეათემადებეკი იმას შემეოყეხემ ხაინ კულეხემ აიომ וכენ ირაცონ ენომარ ამენ.